დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, კვირა დღე დადგა და TV პირველის პირდაპირ ეთერი დილის ლაივით იწყება. ცოტა რთულია გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ დღევანდელი დღის ასე და დილის დაწყება. უსამძიმრებ ყველა იმ გარდაცვლილის ოჯახს, სრულიად საქართველოს და იმ ტრაგედიის გამო, რომელიც გუშინ ბათუმში მოხდა მცირეწლოვანი ბავშვების გარდაცვალებით. ჩვენ ვეცდებით, რომ ასე ვთქვათ, ჩვენი დილის ეთერი როგორც მიდიოდა, ისე წავიყვანოთ. სასიამოვნო დღეს გისურვებთ, ჯანმრთელობას გისურვებთ, ბედნიერებას და მშვიდობას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგან. ზუსტად 11 საათამდე ვიქნებით თქვენთან ერთად, გაატარეთ ეს 2 საათი ჩვენთან ერთად. მოგესალმებით დილამშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, რა თქმა უნდა ვუერთდები ბაჩოს სამძიმარს და სრულიად საქართველოს გისამძიმრებთ იმ ტრაგედიას, რაც გუშინ ბათუმში მოხდა. დილა გრძელდება და მინდა სიმშვიდე და მშვიდობა გისურვოთ და მოვიპოვოთ ყველამ ერთად, თუმცა ამისთვის აგერ უკვე მე-14 დღეა პერმანენტულად ვიბრძვით და იმედია მივახცევთ ჩვენ საწადელს. იმედია კი არა, აუცილებლად მივახცევთ მიზანს, მინდა დავკონკრეტდე და რაც შეეხება საინტერესოს, ამ 2 საათის განმავლობაში შევეცდებით ვიყოთ საინტერესოები, სასარგებლო აღმოჩნდეს დილის ლაივი თქვენთვის და ეს ასეც იქნება, რადგანაც უკვე აგერ მესამე წელია ამაში დარწმუნდით და ჩვენ თანაწამყვანებთან და ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად ამ 2 საათს ნამდვილად თქვენთვის ძალიან საინტერესოს გავხდით. მოდით პირველ რიგში გავიგოთ ამინდის პროგნოზი, რომელსაც ტრადიციულად ანა ზაქაშვილი გაგვაცნობს. მანამდე კი მე ჩემო ხათია აუცილებლად ტრადიციისამებრ გავხსნი კოკა-კოლა კლასიკს შენთვის და ჩემთვის გავხსნი კოკა-კოლა ზეროს. შევეხმიანოთ ანას, რომელიც გაგვაცნობს ამინდის პროგნოზს, რომელსაც წარმოგვიდგენს PSP. ზუსტად ვიცი, რომ ანა წარდგება ჩვენს წინაშე კოკა-კოლით ხელში. ანა დილამშვიდობის. ამინდის პროგნოზის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაკი. ანა დილამშვიდობის. დილამშვიდობის ბაჩო ხატია, რა თქმა უნდა კოკა-კოლით წარვსდგები მეც ჩვენი მაყურებლების წინაშე, ისევე როგორც თქვენ და ჩვენი გუნდი და არა მხოლოდ ჩვენი გუნდი იწყებს ხოლმე ენერგიულად კოკა-კოლასთან ერთად. მე გაგაცნობთ დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზს და გეტყვით, რომ დღეს დასავლეთ საქართველოში დრო გამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის, ნავარაუდები ზოგან ნალექი არის მოსალოდნელი მთაში თოვლის სახით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრწამის სიჩქარით, ჰაერის ტემპერატურა კი დაბლობში ღამით 0-დან +5 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +12 +17 გრადუსი იქნება. მთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა -5-დან 0 გრადუსამდე დათბება, დღისით +7 +12 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც დრო გამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის, ნავარაუდები ღამით უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, დღის ბოლოს კი მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრწამის სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა კი ბარში ღამით -4-დან +1 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +9 +14 გრადუსი იქნება. მთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა -7-დან -2 გრადუსამდე დაეცემა, დღისით +5 +10 გრადუსი იქნება. გადავიდეთ ქალაქებზე, დავიწყოთ ტრადიციულად სოხუმით, სადაც დღეს 11 გრადუსს ელოდებიან სინოპტიკოსები და წვიმიანი ამინდი არის ნავარაუდები. გაწვიმდება ზუგდიდშიც, სადაც დღეს 7 გრადუსი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ფოთშიც წვიმას ელოდებიან სინოპტიკოსები, ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსამდე დათბება. ოზურგეთში დღეს მზე იქნება, 15 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურას, რაც შეეხება ქობულეთში 14 გრადუსს და ასევე ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. ბათუმში დღეს მზე იქნება, ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსამდე დათბება. რაც შეეხება ახალციხეს, ახალციხეში 8 გრადუსი და უნალექო და მზიანი დღე არის ნავარაუდები. ქუთაისშიც მზე გამოანათებს, 15 გრადუსი იქნება აქ ჰაერის ტემპერატურა, მესტიაში კი 1 გრადუსი და თოვლი არის მოსალოდნელი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსამდე დათბება, მზიან და უნალექო დღეს ელოდებიან სინოპტიკოსები, ცხინვალში კი 9 გრადუსი და ასევე მზიანი დღე არის ნავარაუდები. გორში ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსამდე დათბება დღეს, თელავში 11 გრადუსი იქნება ჰაერის ტემპერატურა, რუსთავში კი 12 გრადუსი და მზიანი დღე არის ნავარაუდები. ჩვენს დედაქალაქს თბილისს რაც შეეხება, თბილისში დღეს 12 გრადუსი არის ნავარაუდები, ჰაერის ტემპერატურა იქნება 12 გრადუსი და მზიანი და უნალექო დღე იქნება მთელი დღის განმავლობაში და შესაბამისად შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი კვირა დღე. მე რამდენიმე წუთით დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ ცოტა ხანში სტუდიაში როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო რჩევებით უნდა შემოგიერთდეთ.
დიდი მადლობა ანა. როგორ დამავიწყდა წინასწარ რომ მე თქვა როგორც ყოველთვის დღეს მგონია რომ ზიანი ამინდი იქნება თქო. ანა მაპატიე რომ დღეს ჩემი წინასწარ მეტყველება ვერ გაგიმხილა. მადლობა ანა, მოკლედ დაგელოდებით ცოტა ხანში სტუდიაში, შენი არაჩვეულებრივი რუბრიკით სარჩევი. დროებით ბაჭა, იცი რა მაინტერესებს? ვარჯიში რო ვიცი შენი მუდმივი თამდევია, ეს ვიცი და მე ვფიქრობ რომ უფრო იყო ვიდრე ეხლა არის. ნუ ეხლა სამაგეროთ ისეთ ადგილას ხარ რომ გარდა იმისა რომ საქვეყნო საქმეს აკეთებ, ასევე დიდხანს სიარული და ფეხზე დგომა ცუდი არ არის, ნამდვილად ჩემო კარგო. იცი რა მითხარი, პრესისთვის რამე გაგიკეთებია? კი. იყო დრო, როდესაც გამიკეთებია, მაგრამ მე ვფიქრობ რომ დღეს კარგი საშუალება იქნება ჩვენს მაყურებელს. შეგახსენოდქო. კი, და კარგი საშუალება იქნება ჩვენს მაყურებელს, ქეთი ზაზანაშვილი და მისი. ქეთი და ზაზანები მოვიდნენ, გოგოები. მეგობრები, რომლებიც გოგოებო, დილამშვიდობის. შემოიერთებიან და დილის გამომხნევებელ ვარჯიშს. გოგოების განსაკუთრებით სუსტი წელი არის და ყველა გოგოს ოცნებაა რომ კონდეს ლამაზი პრესი და ლამაზი მუცელი და აი ამისთვის გვეხმარებიან გოგოები, შეხედეთ თვითონ როგორ ფორმაში არიან და ქეთი, დღეს რა იქნება, რაო პრესო, რამე შველისო? დღეს განსხვავებული პროგრამა გვაქვს, იმიტომ რომ რადგან წინასე ჩვენ ქვედატანი, ასე თქვა, დავამუშავეთ. ხო, ეხლა მინდა რომ ესე იგი მუცლის კუნთებსაც მივხედოთ, ასე ვთქვა. სა, გოგო მუცლის კუნთები, თავარია. თავარია, კი. აყვანთ ერთი მითი არსებობს, რომ ჩვენ პრესით ვწვავთ კალორიებს. კალორიებს არ ვწვავთ პრესით, მაგრამ ჩვენ კი, სილამაზეც არის და ჩვენ ვამაგრებთ მუცლის კუნთებს, იმიტომ რომ ეს ჩვენ გვეხმარება ყოველდღიურ ამოცანების გაკეთებაში. დავუშვათ, ჩვენ გვინდა რომ რაღაცა ავიღოთ მძიმე, ხო, ეს პრესიც და ზურგიც ამაში ჩვენ გვეხმარება, ამიტომ ჩვენ გავაკეთებთ დღეს ამ ვარჯიშებს, რომ გავამაგროთ ჩვენი ქორ. ანუ ამ ვარჯიშებს რომ გავაკეთებთ და გზანებს რომ მოусვათ, რაც გვინდა ჩავიცვათ მოთკეცილი ლამაზი კაბების პრობლემა აღარა. დღესაც ჩვენ გვაქვს განსხვავებული პრესის პროგრამა, იმიტომ რომ მე მიყვარს ესეთი ქორეოგრაფიული ასე ვთქვათ გადასვლები. ამიტომ მომყევით როგორც შეძლებთ მე და ჩემს გოგოებს. თავიდან დავიწყებთ გახურებით. სკეიტერი ქვია ამას. ეს არის ნაბიჯი ტაჩ. ნაბიჯი ტაჩ. ცოტა უკანად შეგვიძლია გავიტანოთ და შეგვიძლია პატარა როტაცია გავაკეთოთ ზედატანში, რომ პრესმა იმუშაოს და ტონუსშია პრესი. ტონუსში რას ნიშნავს? ჩვენი მუცლის კუნთები ცოტათი არის დაჭიმული. წავიდა ნელა, მივატრიალეთ. ეს კიდე ავითარებ ბალანს. რა თქმა უნდა, მარტო პრესი არ მუშაობს, ზედატანიც მუშაობს. სუნთქავთ ჩვეულებრივად. ოჩახ 3 2 1 გავშალეთ. ხელები დავიჭირეთ, ზურგი დასწორებულია და წავიდა როტაცია ზედატანის სუნთქვითი. ოჩახ ჩავისუნთქეთ ჩვეულებრივად. თქვენ ხედავთ, რომ პრესი და მუცლის კუნთები მუშაობს. ოჩახ 3 2 1 ეხა გვერდზე. გვერდზე ადგილზე. გვერდზე ადგილზე. შეეცადეთ, რომ წინ არ დავიხაროთ ამ შემთხვევაში, მხოლოდ ირიბი კუნთების ხარჯზე გადავდივართ გვერდზე. 3 2 1 წავიდა სწრაფად. 1 2 3 4 5 6 7 ყოჩა ხელები დავიჭირეთ წინ კერდის წინ გვერდზე გვერდზე აჰა ჯერ ვახურებ ცოტა ვთქვათ ასე ზედატანსაც და პრესსაც იმიტომ რომ სანამ ჩვენ მათზე გადავალთ უნდა გავახუროთ ყველაფერი ყოჩა 3 2 1 ეხლა ცოტათი ჩავედით და ირიბი კუნთები წავიდა ხო გადავედით ეხლა გვერდებზე ხელები გავასწორეთ reach to the side ანუ უნდა გვერდზე მაქსიმალურად გადავწიოთ ზედატანი შეეცადეთ რომ პრესი იყოს დაჭიმული მუხლები არის გასწორებული გვერდზე 3 2 1 ეხლა მაღლა მეგობრებო მაღლა გავწელეთ მაღლა აჰა 3 2 1 ეხლა შევაერთოთ გვერდზე მაღლა 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 კიდე მაღლა შეეცადეთ რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ჩავჯდეთ რომ პრესი იყოს იზოლირებულად ეხლა ეს ყველაფერი გადავალავთ მეგობრებო გვერდზე
გვერდზე 3 2 1 ეხლა გადავიძიეთ წავიდა მაღლა ეხლა ცოტათი სწრაფად 1 2 3 4 5 6 7 გვერდ 1 2 4 5 6 მაღლა კიდე ერთხელ დავიდა გვერდზე go და მაღლა 5 6 7 8 ოჩა შემდეგი ნაწილი ხო ესე შეგიძლიათ ზედატანი გაახუროთ ხოლმე როცა პრესს ეხება თუ თქვენ შედიხართ პრესის ვარჯიშზე შეგიძლიათ რომ რა თქმა უნდა ეს ირიბი მოძრაობები კი იმიტომ რომ სანამ გადახვალთ მარტზე რაღაცა გახურება მაინც უნდა გაკეთდეს ეს პრესის შემდეგი ნაწილი მაინც ვიდგებით ცოტა ხანი და შემდეგ გადავალთ მათზე იმიტომ რომ ყველაფერი რაც ეხება პრესს შეგიძლიათ გაკეთოთ როგორც მდგომიარე პოზიციაში ასევე მჯდომიარე პოზიციაში და რა თქმა უნდა მწოლიარე პოზიციაში მაღლა ფეხი 1 2 3 4 მარს ვაკეთებთ ადგილზე 3 2 1 მაღლა ნახეთ 90 გრადუსზე ადის ფეხი მაღლა 2 3 4 5 6 ეხლა შეხედეთ 1 დავატრიალეთ 1 2 3 4 5 6 7 8 ოჩა ხატია 1 2 3 4 ამ შემთხვევაში პრესი უფრო იჭიმება, იმიტომ რომ ფეხი ამოდის მაღლა, კედის არც უსწორდება მკერდს, ასე ვთქვათ. ამოსუნთქვა არის მაღლა, როცა დაჭიმული პოზიციაში ვარ. 3 2 ეხლა ირიბი კურთებისთვის, ესე იგი, გავშალეთ ოდნავ ფეხები მხრების, ესე ვთქვათ, დონეზე. ერთი ხელი არის 90 გრადუსზე გვერდზე და წავიდა მუხლი მიდის, ესე ვთქვათ, იდახვთან. 1 2 1 2 ოჩა, აქაც ბალანს ვინარჩუნებთ პრესის ხარჯზე და ოდნავ გადაწევა ხდება გვერდზე. მეორე ფეხი და ხელი შეეცადეთ რომ არ ჩამოგივარდეთ ესე ფეხი, ხო? უნდა გავაკონტროლოთ ჩამოსვლა. აჰა. ცოტა კიდე. 3 2 1 ოჩახ, მოდი აბა. ეხლა გადავაბათ 3 2 1 წავიდა. 1 2 3 1 2 3 ოჩახ. მოემზადეთ, გავშალეთ. 3 2 ცოტა სწრაფად 1 მეორე მხარე. 3 2 1 კიდე ერთხელ. მუხლი 3 ნაბიჯი. მუხლი 3 ნაბიჯი. ოჩახ. ამოსუნთქვა. და გვერდზე. 3 გადავიხარეთ კარგად. მეორე მხარეს. ოჩახ. ეხლა გადავიდეთ მატზე ჩემო მეგობრებო და ეს არ არის მარტივი გასაკეთებელი, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელი. ეს არის ფლენკის პოზიცია, ალბათ გსმენიათ ყველას, თუმცა თუ არა ესეც არ არის პრობლემა, მოვყევით. ჩვენ გადავდივართ იდაყვებზე. შეხედეთ როგორ ხდება. თუ თქვენ გაქვთ გამოხატული ბოლდოზი, რას ნიშნავს, როცა არის ცოტათი ხერხემალი გამრუდებული შიგნით, შეგიძლიათ რომ უფრო მოამრგვალოთ ჩვენი ასე ვთქვათ ხერხემალი და ზურგი. გადავდივართ ფლენკზე. მოდით შეგვიძლია გავაკეთოთ ჯერ მუხლებზე. ფლენკი შეიძლება მუხლებზეც გაკეთდეს. ცოტა ხანი ჩავისუნთქეთ. ამოვისუნთქეთ. ყოჩა. ეხლა გადავდივართ, ფეხები არის პარალელური. შეხედეთ, თუ გაქვთ ჩატეხილი აი ესე ზურგი, შეგვიძლია ცოტა მოვამრგვალოთ, იმიტომ რომ პრესი უნდა იყოს დაჭიმული. გავართ და გადავდივართ რეინბოუ ფლენკზე, ანუ გვერდიდან გვერდზე. 3 2 1 გავაჩერეთ. ეხლა tap out ადგილზე. გვერდზე ფეხი ადგილზე. ოჩახ. სუნთქავთ და ისევ გადაწევა. გვერდიდან გვერდზე. იდაყვები არის ზუსტად მხრების ქვეშ. ოჩახ, ეხლა გადავედით. გვერდზე, მივადგით. გვერდზე, მივადგით. ოჩახ.
დავისვენეთ. ჩავისუნთქეთ. ამოს ყოჩა დავჯდებით ახლა. და ჯდომიარე პოზიციაშიც გაჩვენებთ როგორ კეთდება პრესი. შეგიძლიათ რომ დაეყრდნოთ ოდნავ ჩვენს იდაყვებს და ხელებს. მუხლები არის 90 გრადუსზე და ნახეთ, გავწევთ, ავწევთ, დავდებთ. წინ, მაღლა, დაიდო. წინ, მაღლა, ყოჩა. აჰა. შემდეგი ვარიანტი უკან წინ, ხო, ჯერ მოდით ესე მოვსინჯოთ. ცოტა იდაყში ჩავდივარ, ამოვდივარ. ზურგი გასწორებულია, ეხლა ფეხებთან ერთად. ფეხები იშლება სწორად, უკან გადავდივარ, ამას ვთქვა და წინ. 1 2 ყოჩა. აჰა. გადავაბით. წინ, მაღლა, დავდევით. წინ, მაღლა, დავდევით. გავშალეთ. ამოვიტანეთ ყოჩა. დავდევით კიდევ ერთხელ. წინ, მაღლა, სტოპ. წინ, მაღლა, სტოპ. გადავიდა. კიდევ ერთხელ. 1 2 3. 1 2 3. გავშალეთ. ამოვედით. გავშალეთ. ამოვედით. ყოჩა. დავჭით აქა და შეგვიძლია რომ ირიბი კურთებისთვისაც გვერდული ასე ვთქვათ როტაცია გავაკეთოთ ზედატანის. მაქსიმალურად შეეცადეთ რომ უკან იყოთ და პრესმა დაიჭიროს თქვენი თავი. ყოჩა. ცოტა სწრაფად. 1 2. ეხლა შევეცადეთ მეგობრებო რომ დავწვეთ და მაქსიმალურად პრესის დაჭერის ხარჯზე არ ვდუნდებით, ამოვდივართ მაღლა. ჩავედით. ერთიც. ყოჩა. ყოჩა, ეხლა ცოტათი ბოლოს ასე ვთქვათ მოვდუნდებით. ეს ამ სეტის გაკეთებად შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, როცა თქვენ ხართ სახლში, ან ვარჯიშის მერე შეგიძლიათ ვარჯიშის გახურებაც შეგიძლიათ ამ სეტებით. უნდა შევისუნთქოთ, ჩავისუნთქეთ, ამოვისუნთქეთ კიდევ ერთხელ. და ასეთი პატარა ასე ვთქვათ მოძრაობებით, წრიული მოძრაობებით გავწელავთ ერთ მხარეს, ყოჩა, მეორე მხარეს. აჰა. ხელი ადის მაღლა, გადავიწიეთ. მეორე მხარეს. კიდევ ორჯერ. აჰა. ყოჩა. ყოჩა გოგოებო. ეს იყო დღეს ჩვენი გახურებითი და ასე ვთქვათ პრესის ვარჯიშები. თქვენ შეგიძლიათ რომ ყოველთვის გვიყუროთ. სოციალურ მედიაშიც გადაახვიოთ და ეს ვიდეო გამოიყენოთ თქვენი ყოველდღიური ვარჯიშისთვის. რაღაცა ისე მსუბუქად ისხედით გოგოებო. ხო. და ისე ლამაზად აკეთებენ ფეხის მოძრაობას, გეგონება ძალიან მარტივი იყო. მარტივი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ხო? ანუ რაღაცა ხუთი გაკვეთილის მერე უკვე გიმარტივდება ადამიანს. კი, რა თქმა უნდა და რომ ასე ვთქვათ გავაკეთოთ, ნუ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ვარჯიში, უფრო ინტენსიური მოძრაობები უნდა გავაკეთოთ. და ჩვენ ხო ვაკეთებთ ამას ძალიან ნელად. თქვენ შეგიძლიათ რომ ტემპი ტემპს აუჩქაროთ, ან შეგიძლიათ რომ უფრო დიდი დიაპაზონი გააკეთოთ. ეს რას ნიშნავს? როცა უფრო დიდი მოძრაობა კეთდება. ხელების გარშეთ შეიძლება ეს იყოს. ან ნებისმიერი სხვა მოძრაობის, ასე ვთქვათ, დიაპაზონის გასდით. ჩვენს მაყურებელს ექნება საშუალება, რომ თუ ვინც, ასე ვთქვათ, დღეს ამ წუთას ვერ მოყვათ, გადაახვიოს, ან ნახოს ჩვენ სოციალურ ქსელში და იმიტომ რომ უკვე ჩვენ იმხელა ვიდეო გაიხნევოს თავი. ძალიან დიდი მადლობა გოგოებო დაგემშვიდობებით მომავალ პროგრამაზე წარმატებულ დღეს გისურვებთ. ზუსტად ერთი კვირის მშვიდობებით ჩვენს გოგოებს, წავიდნენ, წაქროლდნენ ასე პირდაპირ. და ეხლა ცოტა ხანი შევისვენოთ ჩვენ, განწყობას შევიქმნათ, სახალისო ვიდეოები ვნახოთ და რა თქმა უნდა, დილის გუნდი კვირიდან კვირამდე ზრუნავს და ფიქრობს და მუშაობს იმისთვის, რომ თქვენ საინტერესო ამბები, სახალისო ამბები და მნიშვნელოვანი ამბები მოგაწოდოთ. ასე რომ ვნახოთ ახლა სახალისო ვიდეოები და მალე დაგებრუნდებით.
First things first, I'ma say all the words inside my head. I'm fired up and tired of the way that things have been. Oh, the way that things have been. Oh, olha a barriguinha, vamos malhar pra não ficar barrigudinha. Olha a barriguinha, olha a barriguinha, vamos malhar pra não ficar barrigudinha. Olha a barriguinha, olha a barriguinha, vamos malhar pra... Are you fucking serious? Open Gangnam Style. მართლა არაჩვეულებრივ განწყობაზე გვაყენებენ შინაური ცხოველები და ბაჩო სულ მგონია ხოლმე რომ ვიდეოს უყურებ შენიც უკვე სულ გენატრება ეხლა და ერთი სული გაქვს სახში მეხვიდე და ჩაპორჩხნა ვარა იმას უფრო ერთი სული აქვს როცა მე ერთი სული აქვს როცა მე ვალ სახში და ჩაბურჯღნი ჩაბურჯღნი საკეთ ეს მინდოდა ესე იგი დილის ეთერში ჩვენი თანაწამყვანის ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას დრო დგება რომელიც ძალიან საინტერესო და საჭირო თემაზე ისაუბრებს ნუტრიციოლ ენდოკრინოლოგთან ნესტან ბოსტოღაშვილთან ერთად ესე იგი რა ვიტამინები უნდა მივიღოთ ადამიანებმა 40 წლის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ და მანამ სანამ ჩვენს სტუმარ მასპინძელთან გადავალთ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენი სამედიცინო რუბრიკის წარმომადგენელი გახლავთ იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტებზეა დამზადებული და რომელიც მთელი დღის განმავლობაში თქვენ კანზე ისე ნაზარ და ჰაეროვნად სუფევს რომ მას საერთოდ ვერც კი გრძნობთ და რა თქმა უნდა მისი შეძენა შეგიძლიათ ექსკლუზიურად საფთიაქო ქსელში ABC ერთად გვიყვარს მე და ბაჩოს ამის განაცხადება რუბრიკის სპონსორია იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა მესაუდა შენი სილამაზისთვის მხოლოდ ავერში დილამშვიდობის მოგესალმებით ბაჩო ხადია მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს და როგორც ბაჩომ დაანონსა დღეს ძალიან საინტერესო თემაზე გვექნება საუბარი ვინც მიუახლოვდით 40 წელსთან გადავაბიჯეთ რაღაც გარკვეული ვიტამინების და მინერალების წახმარება გვჭირდება ხოლმე რადგან ჩვენი საკვები პროდუქტები გარკვეულწილად ან არ შეიცავენ იმ რაოდენობით როგორც საჭიროა ხოლმე ან ჩვენ არ ვიცავთ იმ წესებს რაც კვებასთან არის აუცილებელი და ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით მოვიწვიეთ არაჩვეულებრივ სპეციალისტს როგორ ბაჩომ დაანონსა ქალტო ნესტან ბოსტოღანაშვილი გთხოვთ ნესტან დილამშვიდობის მნიშვნელოვანი თემა მართლა ნამდვილად რადგან ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში გონია რომ ხანდახან შეიძლება ვიცავთ კიდევაც ხანდახან იმიტომ რომ ძალიან გამონაკლისი შემთხვევაა პაციენტების რომლებიც კარგად იცავენ ამ კვების რაციონს მაგრამ მაინც ვერ ვიღებთ ხოლმე იმ აუცილებლად ნივთიერებებს ნესტა როგორ მოვიქცეთ 40 წლის შემდგომ და ეხა 40 წელი ცოტა ისეთი მოხაზული ასაკია, ცოტა ცუდად ჟღერს ყურში, მაგრამ მაინც აი რაც ასაკი გვემატება, როგორ მოვიქცეთ, რომ ჩვენს ვიტამინების და მინერალების შევსება კარგად მოვახდინოთ.
დილა მშვიდობის პირველ რიგში ძალიან საინტერესო თემა არის, იმიტომ რომ 40 წლის ასაკის ზემოთ რა თქმა უნდა იცვლება ბევრი რამ ორგანიზმში. ეს არის სასქესო ჰორმონების გამომუშავება, შეიძლება 40 არა უფრო უკაცრავად ბოდიში რაღაცა ხმის პრობლემა არის ტექნიკური, ამიტომ რომ არ გამოგრჩეს რამე, ახლავე შემოგვაწდიან მიკროფონს. მე მანამდე ვიტყვი რომ 40 წელს გადავაბიჯე და ცოტა შემეშინდა რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი წელიაო და ხო კარგად ვიქნებით ნეტა და ლამაზები თუ გავითვალისწინებთ იმ რჩევებს რომლებსაც დღეს მოგცემთ ჩვენ. შენ ყოველთვის ექიმი რჩევებს ხატია ყოველთვის შესაძლოა და აქედან გამომდინარე თუმეტეს ეხა ქაუტონესტანი როცა დიდ რჩევებს მოგცემს აუცილებლად მოგცემს იმ საჭირო ძალიან საინტერესოა და ასევე მაინტერესებს აი მითია თუ რეალობა ის დანერგილი გოგოებს ქვეშინია ხოლმე რომ კი მივიღებ ვიტამინებს მაგრამ ხომ არ გავსუქდები აი ეს პრობლემა მაინც გვაქვს ყველას რაღაცა გულის სიკვეში ხო ეგ მითი აქედანვე გავანეიტრალოთ ეხა უკეთესი ალბათ ხო მასალებით ხო ეს არის ერთი დიდი მითი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არსებობს აქ არა მარტო ვიტამინებზე ვსაუბრობთ, არამედ მინერალებზეც, ხო, ზოგადად დანამატებზე და 40-45 წლის ზემოთ, ნუ ქალებს შევეხოთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, 45 წლის ზემოთ უკვე ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ პერიმენოპაუზისკენ, მერე მენოპაუზისკენ და შესაძლოა გაჩნდეს სხვადასხვა არასასიამოვნო სიმპტომები და მე პირადად აი გამოვყოფ ძალიან მნიშვნელოვან მინერალს, რომელსაც ხშირად ნიშნავთ ხოლმე ჩვენ ენდოკრინოლოგები, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ეს არის მაგნიუმის დანამატი. იმიტომ რომ აი ხშირად უთქვამთ, ხო, ვთქვათ ეგრეთ წოდებული ვეგეტოდისტონიური სიმპტომები, როდესაც აქვთ ქალბატონებს პერიმენოპაუზაში, მენოპაუზასთან ახლოს, მაგნიუმი ძალიან კარგად ამშვიდებს კუნთებს, ნერვულ სისტემას, გულის მუშაობას, გულის რიტმს ძალიან კარგად უხდება და ამიტომ მე პირადად ხშირად ვიყენებ ხოლმე. ნუ D-ვიტამინი ეს პრინციპში ახალი არ არის, ძალიან პოპულარული თემა, არა მარტო 40 წლის ზემოთ, არამედ ყველა ასაკში, თუმცა ალბათ ამ ასაკის ზემოთ კიდევ უფრო გამოყოფთ D-ვიტამინის მნიშვნელობას, იმიტომ რომ შესაძლოა იყოს ოსტეოპენის, ოსტეოპოროზის ალბათობა, ანუ ეს ეხება ძვლის სიმკვრივის დაქვეითებას, ისევ წინა თემასთან დაკავშირებით, როდესაც მენოპაუზას უახლოვდება ქალი ან მენოპაუზის შემდგომ, ამიტომ D-ვიტამინი ან ჩვენ ვიცით, რომ პასუხს აგებს კალციუმის ცვლაზე, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ D-ვიტამინი იყოს მოწოდების სიმაღლეზე კალციუმთან ერთად. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი არის და რა თქმა უნდა გასუქებასთან არანაირი ვიტამინი მაგას აძლიერებს ასევე მითია? რიგ შემთხვევებში შესაძლოა პირიქით ჩვენ უფრო აი ბავშვებთან ეს კი 40 წლის ქვემოთ ხდება უფრო, მაგრამ ხშირად შეიძლება სწორედ ამიტომაც კი დავნიშნოთ, რომ იყოს გარკვეული ვიტამინების დეფიციტი და თქვათ იყოს მათის დაქვეითება თეორიაში და შესაძლოა პირიქით რა თქმა უნდა ეს იყოს სარგებელი პირიქით რომ მადას ამატებდეს თუმცა როგორც ესეთი ვიტამინები მადას არ ამატებს პირიქით თუ მოსამატებელია შესაძლოა უბრალოდ მოამატოს კარგი კუთხით თუ არა და ეს არის ერთი დიდი მითი. აი ესთან სანამ გააგრძელებ, მინდა ჩაგიკითხოთ ჩვენს მოსახლეობას უთხრათ, აი პროფილაქტიკური რა დოზით მივიღოთ D-ვიტამინი და მაგნიუმი. ხო, აი იცით ესეთი საკითხი არის D-ვიტამინთან დაკავშირებით. ზოგჯერ პაციენტები ვერ ახერხებენ გარკვეულწილად ანალიზის ჩატარებას. აქედან გამომდინარე გააჩნია ასაკს, ხო, მაგრამ 1000, 2000 საერთაშორისო ერთეული არის ის რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ურჩევთ ხოლმე. საპროფილაქტიკო უფრო 1000. თუმცა ზამთრის განმავლობაში, სადაც ნუ ჩვენ 90%-ში ვიცით ხოლმე, რომ D-ვიტამინის დეფიციტი ვითარდება, უფრო 2000-საც ხშირად ნიშნავთ. თუმცა ალბათ უპრიანია მაინც რომ ექიმმა შეურჩიოს პაციენტს დოზირება. აი სხვა ვიტამინები ნესტან, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ამ რა ვიტამინები შეგვიძლია უთხრათ ჩვენს მოსახლეობას. ხო, აი წეგან მაგნიუმთან ერთად მივაბათ ვიტამინი B6. ხშირად სხვათა შორის ესეც შეიძლება ესე ერთად არის ხოლმე კომბინაციაში ვიტამინი B6, მაგნიუმი, ორივე მათგანი ზუსტად აი ამ მიმართულებით სპაზმის მოხსნა, კუნთური და გულის კუნთის მუშაობის დარეგულირება ძალიან კარგად მოქმედებს. ეხლა ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია კიდე ერთი ვიტამინი, ვიტამინი K2, რომელიც მეგობრობს D-ვიტამინთან ერთად და იქ სადაც თქვათ
40 წელი შეიძლება ცოტა ადრეული ასაკი, ცოტა ზემოთ კალციფიკატების ჩალაგების რისკი იყოს თეორიაში, აი ვიტამინი K2 და ვიტამინი D ძალიან კარგად მოქმედებენ ამ შემთხვევაში კალციფიკატების ჩალაგების რისკი რას ნიშნავს? როდესაც მაგალითად არის თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, გნებავთ სხვა ქრონიკული დაავადებები, რომელიც კალციუმის ცვლას, ასე ვთქვათ, ცუდად ეხება. ამ შემთხვევაში შეიძლება არასწორად მოხდეს კალციუმის ეგრეთ წოდებული ჩალაგება, დაგროვება, ანუ კალციფიკატების არსებობა და ეს რომ არ მოხდეს, აი ხო, ვიტამინ D-სთან ერთად ხშირად ვიტამინი K2-იც ინიშნება ხოლმე. მართალია რომ 45 წლის შემდეგ კალციუმზე გამახსენდა ყავის მიღების რაოდენობაც უნდა ცოტა შევამციროთ, იმიტომ რომ თითქოს კალციუმის გამორეცხვას იწვევს ორგანიზმში. ხო, ესეთი კაცრი მე მაგალითად ვერ ვიქნებოდი ამ რჩევასთან, კი, გამორეცხვა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. მაინც თუმცა ჩვენ გვიყვარს ენდოკრინოლოგებს ესე რჩევა ესეთი, რომ 2 ჭიქა დღეში სრულიად საკმარისი არის და კარგიც და აუცილებელიც. კოფეინს თავისი სარგებელი აქვს, ასე რომ ასეც არ არის. ესთან ჩვენი კანის სტრუქტურად იცვლება ხოლმე ამ ასაკში და აი ბიოტინთან მიმართებაში როგორი არის რეკომენდაციები? მე პირადად ძალიან მე თვითონაც მეგობრობ ამ დანამატთან, ბიოტინთან, კოლაგენთან, განსაკუთრებით კანთან მიმართებაში. ნუ ბიოტინი უფრო იქ სადაც იგივე თმის ცვენის პრობლემა არის, ძალიან კარგად ამას აქვს გავლენა. კოლაგენი უფრო განსაკუთრებით ქალები ალბათ უფრო აქტუალურად ხმარობენ, ასე რომ მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ამ ორ დანამატზე. დიახ, აი მამაკაცებთან მიმართებაში როგორ გვაქვს სიტუაცია? მამაკაცებში, ნუ ჩვენ ვიცით რომ 40 წლის ზემოთ ოდნავ უფრო სტატისტიკურად მამაკაცებში უფრო ხშირი არის ისეთი მდგომარეობები, როგორც არის პრედიაბეტი, შემდგომ უკვე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 და ლიპიდების, ანუ ცხიმების ცვლის დარღვევა. ამიტომ ომეგა-3 მაინც რჩება ერთ-ერთ წამყვან დანამატად, ეს არის ესენციური ცხიმოვანი ჟავა, რომელსაც ძალიან ხშირად ხმარობთ, მაგრამ ესეც ჯობია რომ ექიმა შეარჩიოს, იმიტომ რომ ხშირად პაციენტი სვავს დანამატს და არასწორი რაოდენობით, ანუ იქ აზრი აქვს ომეგა-3-ის დალევას, თუ კი რაღაცა გარკვეული ცოტა დიდი კონცენტრაციით ხდება შერჩევა, ხო ამის? ნორჩა ვიცით რომ ომეგა-3 ძალიან კარგად არეგულირებს ერთ-ერთ ცხიმს, ტრიგლიცერიდს და კიდე მეორე დანამატი, რასაც გამოვყოფდი, არის ალფა-ლიპოზ მჟავა, რომელსაც მე უწოდებ ხოლმე დეტოქსს, თითქოს მართლა ძალიან კარგად მოქმედებს ღვიძლზე, სისხლძარღვებზე, განსაკუთრებით იქ, სადაც არის დიაბეტის ალბათობა, უკვე არსებული პრედიაბეტი და ასეთი მდგომარეობები. დიახ. აი ნესთან ხშირად არის ხოლმე ამ დაბელების პროცესებთან მიმართებაში E-ვიტამინის როლი და აი როგორი დიდი როლი აქვს E-ვიტამინის ამ დაბელების პროცესებთან მიმართებაში. E-ვიტამინი ძალიან კარგად მოქმედებს კანზე. ხშირად E-ვიტამინის ძალიან ესეთ ძვირადღირებულ სხვადასხვა მალამოებშიც, კრემებშიც არის გამოყენებული, იმიტომ რომ ესეთი ცნობილი არის, რომ თუნდაც ამ წვრილ ნაოჭებთან მიმართებაში, რომელიც ჩნდება არა მარტო 40, არამედ უკვე ვიტყოდი, რომ 30 წლის ზემოთაც, აი E-ვიტამინი ძალიან კარგად თითქოს აი ამ თუნდაც ხო კანის ჯანმრთელობაზე ძალიან კარგად მოქმედებს. შედის ხო ვიტამინი რამდენადაც მახსოვს. შედის მცირე რაოდენობით. ანუ შეგვიძლია ზეითუნის ზეთით თქვათ პრევენციის ნიშნად მივიღოთ. კი ბატონო, ზეითუნის ზეთი არა მარტო ამ კუთხით, ბევრი სხვა სარგებელი აქვს მას და რა თქმა უნდა ზეითუნის ზეთი ძალიან კარგი საშუალება არის ნუტრიენტული კუთხით, რა თქმა უნდა სალათებზე. ჩვენ ვიცით ცოტა და შვიდოს. კი ბატონო, იგივე ომეგაც, რომელიც მე ვახსენე, რა თქმა უნდა არის ზეითუნის ზეთში და ბევრი კიდე სხვა ანტიოქსიდანტი და ნივთიერება, რომელიც ძალიან სასარგებლო არის ჩვენთვის. აი ნესთან ეხლა ჩვენს მოსახლეობას რომ ძალიან კვებაზე არ წაუშალოთ წარმოდგენა, აი საკვებ პროდუქტებიდან რაზე გავამახვილოთ ყურადღება ამ პერიოდში, რომ მივიღოთ ეს ვიტამინები, როგორი უნდა იყოს კვების რაციონი და გრაფიკი როგორ გავწეროთ. ნუ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ აი ეს ყველა მინერალი, ვიტამინი, რა თქმა უნდა, ყოველ დიდი რაოდენობით არის ხილსა და ბოსტნეულში. ეხლა ცოტა ცუდი პერიოდია, თუმცა ერთ თვეში უკვე
წამოვა ახალი ხილბოსტნეული, გაზაფხულის ხილბოსტნეული და პრინციპში გაჯერებული იქნება მეტნაკლებად იმ საჭირო ვიტამინებით და მინერალებით, რაც ჩვენ გვჭირდება. აუცილებელი არის დილის დაწყება ცილებით, რათა მაძღრობაც დიდხანს გაყვეს, ხორცეული პროდუქტები, რომელიც ასევე შეიცავს ვიტამინ B-ს განსაკუთრებით, ხო? აი მე მაგნიუმი ვახსენე, მაგნიუმი ასევე დიდი რაოდენობით არის თესლეულში, მწვანე ფერის სალათებში და ასე შემდეგ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე ნარინჯისფერი, წითელი ფერის ხილბოსტნეულში არის დიდი რაოდენობით მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტები, ვიტამინები და მინერალები. ანუ რაც უფრო ესეთი ხალასი ფერი აქვს ხილბოსტნეულს, მით უფრო გაჯერებული არის ისინი სხვადასხვა ვიტამინებით. ბიჭო, კვირას მარწყვებით ხელში გელოდებით, ერთმა მარწყვა მომიტანეთ, მეორემ კენკრა. ცოტა ადრეა, ხო, მაისისკენ. დედა, აი დღის განმავლობაში როგორ დავალაგოთ ჩვენი კვების რაციონი, რომ საკვები პროდუქტები ისე იყოს თანხვედრაში, რომ ხელი არ შეუშალოს ამ მიკრო-მაკროელემენტების შეწოვას. ხო, ну, აი ჩემი პირადი მოსაზრებით, როცა პაციენტები ამას მეკითხებიან, აი წაღანაც აღვნიშნე, რომ დილის საათებში, ვთქვათ, აი ცილოვანი საუზმე ძალიან კარგია, თუ რამე უკუჩვენება არ აქვს კონკრეტულად მაგალითად კვერცხი, რომელიც გაჯერებულია დეროდნობით ცილებით, ვიტამინი B6-ით იგივე, ხო? შემდგომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ხილის მირთმევა, მე მაქვს ხოლმე ესე პაციენტებს ვეუბნები 12 საათზე, პირობითად რა თქმა უნდა, ზოგს 11-ზე, ოსურთხოვში ესეთი ხემში უნდა იყოს ხილოვანი, საუზმესა და ლანჩ შორის, უკვე ან ბოსტნეული. ზოგს მაგალითად ხილეული ურჩევნია. შემდგომ, იმიტომ რომ ხილში არის ცილაც და ცხიმით. შემდგომ უკვე ჩვენ გვაქვს ლანჩი, ასევე დატვირთული უნდა იყოს, სასურველია რა თქმა უნდა, ცილებით. ანუ აქ არის ხორცეული გულისხმობა ყველაზე მეტად და რომელიმე ნახშირწყლოვანი იგივე წიწიბურა თუ კარტოფილი თუ ასე შემდეგ, როგორც გარნირი. და უკვე ბოლო კვება შესაძლოა რძის პროდუქტები იყოს, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ნუ ეს ერთ-ერთი პირობითი კვების რეჟიმი, რასაც ხშირად ვიყენებთ ხოლმე. აი კვებაზე საუბრობდით ახლა და 40 წლის შემდეგ განსაკუთრებით იმატებს ტკბილისკენ მიდრეკება. ის თუ გოგოები რომ ხდებით, ვიძახით ხოლმე, არა მარტო გოგოები, რომ რაღაცა ადრე ტკბილი არაზოს არ მეყვარდა და ეხლა მინდება ტკბილი. აი ამ შემთხვევაში თუ თქვათ ყველაფერი კარგად არის ენდოკრინოლოგიური კუთხით, მაგრამ მაინც მოთხოვნილება იმატებს. აი დოზა რა არის, რომ თქვათ არც დავაზიანო და რატო გვინდება ეს ტკბილი? ხო, ეს დოზა პირობითია, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ეს 30 გრამი შავი შოკოლადი, ვიღაცისთვის ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები, ხო? პირობითად. თუმცა გეთახმებით 40 წლის ზემოთ ინსულინ რეზისტენტობა ოდნავ უფრო მეტად არის გამოხატული ვიდრე იქამდე. აი მაგალითად ისევ დანამატებს რომ მიუბრუნდეთ, ქრომის დანამატი ძალიან კარგად მუშაობს ხოლმე ასეთ სიტუაციაში. თითქოს ამცირებს სარტყლის მოთხოვნილებას, ნაშრომების შეწოვას, თუმცა ესეც სასურველია, მაინც თვითნებურად არ მოხდეს, რომ ექიმა დანიშნოს, ალბათ უპრიანი ასე იქნება. შეთო შენ რომ მასწავლე პიკოლინატი და ისე გამავია. ხო, წაეხმარო ხოლმე. კი, კარგია რომ გამახსენეთ. დიდი მადლობა მიდან ესეთი ამომწვევი ინფორმაციისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გაუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას და ამ ვიტამინებზე, მინერალებზე იმედია კიდევ გვეწვევი და უფრო დეტალურად კიდევ ერთხელ გავივლით. უკვე ახალგაზრდა ასაკშიც, როცა დეფიციტებია ხოლმე, ჩვენ მაქსიმალურად ვეცადოთ საკვები პროდუქტებიდან მივიღოთ ეს ჩვენი მინერალები და ვიტამინები, მაგრამ როდესაც შეუძლებელია ან ვერ ვახერხებთ, რა თქმა უნდა, პროფილაქტიკური დოზებითაც შეგვიძლია მივიღოთ ხოლმე გაზაფხულის და შემოდგომის პერიოდში, სანამ ახალი ხილი მოვა ასე ვთქვათ იქამდე და შემდგომ უკვე გაუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას მაქსიმალურად. მე ერთი კვირით დაგემშვიდობებ და გისურვებთ ჯანმრთელობას. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მადლობა. შოთა, მადლობა ქალბატონესთან. ჩვენ ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ. მივიღეთ ბაჭო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიტამინები არ ასუქებს ჩემო გოგოებო. აი ეს არის წარმოშობა. აი ესეც დაგვაბარა ჩვენ ხატიან და რეკლამაზეც გავალთ, რეკლამის მერე ძალიან მალე დაგიბრუნდებით, თქვენ დაგვალოდეთ არ გაწართოთ. დროებით.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და დილამ შვიდობისა, ვინც ახლა შემოგვიერთით, შეგახსენებთ, რომ უყურებთ დილის ლაივს, ჩემთან და ხატიასთან ერთად და არაჩვეულებრივი სტუმარი ყავს, რომელსაც ჩემი ხატია წარადგენს. სტუმარი ძალიან საინტერესო თემით ვსაუბრობთ ღია კარის დღეზე, რომელიც კლინიკა JGR-ში პაციენტებისთვის მოეწყობა, ეგრეთ წოდებული ინფოტური. რას გულისხმობს ინფორმაციული ტური, რას გაიგებენ პაციენტები და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ტიპის აქტივობა? ამ ყველაფერზე რა თქმა უნდა ჩვენი ნინო მუსერიძე ისაუბრებს. ნინო, დილამ შვიდობით. კიდევ ერთი სიახლე ამ მიმართულებაში, რომელიც დაენერგეთ, იმიტომ რომ ინფოტური ვიცი ტურიზმში და ის სამედიცინო მიმართულებით ნამდვილად პირველად გავიგე. ზოგადად ძალიან ხშირად არის კონფერენცია და ჩვენ ექიმებს ვიმაღლებთ კვალიფიკაციას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არასდროს არ ვფიქრობთ იმაზე, რა იცის პაციენტმა იმ სფეროსთან დაკავშირებით, რასაც თვითონ ხანდახან საჭიროებს. და ირჩევს. და ძალიან რთულია, იცით, იმ სფეროზე საუბარი, შეკითხვის დასმაც კი. ხშირად არ იცის პაციენტმა რა შეკითხვა უნდა დაუსვას ექიმს. სამწუხაროდ ჩვენი პაციენტი კიდევ უფრო გაცილებით არ კითხულობს, ესე რომ ვთქვათ, ხო, უფრო ექიმს კი არა, მეზობელს შეეკითხება, მეტ ინფორმაციას იგებს გოგოებისგან, მეგობრებისგან, ვიდრე შევიდეს მაგალითად და გააკეთოს ინფორმაციასთან დაკავშირებით, აი რა კვლევა სჭირდება და ეს ნახოს დაუშვათ ინტერნეტში, მოიძიოს ინფორმაცია. ძალიან რთულია ვისაუბროთ, როგორი უნდა იყოს ექიმი, ყველა მიცის. სხვა შორის ერთ-ერთმა პაციენტმა თქვა ეს და არავინ არ იცის როგორი უნდა იყოს პაციენტი. მე ძალიან მიყვარს, როცა პაციენტი არის განათლებული, ანუ როცა სწორ შეკითხვას სვავს, როდესაც ამოწმებს იმას, რა სჭირდება მას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იცით რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ექიმებსაც გვინდა გავიზარდოთ უფრო, როდესაც უფრო განათლებული მომხმარებელი ყავს, ანუ პაციენტი. იქიდან გამომდინარე, რომ შეკითხვა, რომელსაც სვავს პაციენტი, ხშირად არ აღიქმება ხოლმე სწორად. ან რაში აინტერესებს პაციენტს? აი, იცით, საიდან დაგვებადა ეს იდეა? სოციალურ ქსელში ძალიან აქტიური ვარ და ყოველთვის პასუხობ პაციენტების შეკითხვებს. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს შეკითხვა მას ექიმთან უნდა დაესვა და მას უნდა ეპასუხა. და რეალურად არის პრობლემა იმაში, რომ არ ვიცი, ვერ ეკითხებიან, არ ვიცი, ყველა პაციენტი რო შემოდის, სულ საათზე იყურება და ეშინია, რომ უნდა გავიდეს. დრო არ წაართვას ეგ. არადა, ექიმის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო არის ის, რომ გააგებინოს პაციენტს რა სჭირდება, ხო? სხვანაირად ვერც ერთ სფეროში, ვერც ერთ პაციენტს ვერაფერს ვერ გაუკეთებ. და მინდა გითხრათ, რომ ერთი ის არის, რომ ის მოარჩინო და მიიღო შედეგი და მეორე არის რომ მან იცოდეს რომ შენაც შედეგი გინდა დადო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კი. და თავარი არის ის რომ იცოდეს პრობლემა რა აქვს მას. ანუ როდესაც ჩვენ საუბრობთ ექიმები იმ ტერმინოლოგიით, რა ტერმინოლოგიითაც საუბრობთ, ხშირად არ ესმის პაციენტს. ასევე სხვა პროფესიებსაც იგივეს ვიტყვი, რომ შეიძლება შეხვიდე, ძალიან გაინტერესებდეს რაიმე ტექნოლოგიურ წინსვლაზე საკითხი და ნუ ისე აგიხსნა, რომ ვერაფერი ვერ გაიგო. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს განათლება, მაგრამ უნდა აგვიხსნან, ხო, რეალურად და ნახეთ ინვიტრო განაყოფიერება, როცა საუბრობთ, თქვენთვისაც კი არის საინტერესო. თვითონ პაციენტის ინფორმირებულობა ხომ ექიმზეა დამოკიდებული, ანუ ექიმმა უნდა მიაწოდოს. მიუხედავად ამისა, ის ამას ვერ ხედავს. და ჩვენ ანუ რაზე საუბრობ არ ესმის. იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ ემბრიონზე, ხო, რომელიც ვითარდება, რომელიც ანუ აი რატო არ განვითარდა? როგორ შეიძლება ერთი და იგივე სამყაროში, ხო? ანუ წარმოიდგინეთ ემბრიოლოგიური ლაბორატორია, ეს არის სამყარო, სადაც მათი შვილები განვითარებას განიცდიან, შემდგომ ისინი მიდიან მეხუთე დღემდე და დავუშვათ და ბრუნდებიან დედის ორგანიზმში. ამ სფეროს, ანუ აი ამ პირობებს რეალურად, რომელიც საერთოდ არის ის კვერცხუჯრედ, მაგრამ სხვაგან გადის, უქმნით ჩვენ ხელოვნურად, ხო? ეს არის მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერება. დანარჩენი ხელოვნური არაფერი არ არის. არც მათი კვერცხუჯრედია ხელოვნური, არც სპერმატოზოიდია, არც ის ბიოლოგიური მასალა, რომელიც ჩვენ ხელში ხვდება. უბრალოდ ეს არის განაყოფიერება, რომელიც ხდება ორგანიზმის გარეთ. და წარმოიდგინეთ, რომ ამ პირობებში ერთი ადამიანი, 20 ემბრიონი შეიძლება მიიღო და მეორესი არც ერთი. ანუ და დარწმულია მის ძალიან რთულია მის ახსნა, რომ რატომ არ მოხდა მისი ემბრიონის განვითარება. ეხლა ვკითხულობდი რაღაც სოციალურ ქსელში და ჩემი ნაყოფიო ანომალიებით დაიბადაო. კი, ჩემი ნაყოფი ანომალიებით დაიბადა, ხო არ ნიშნავს, რომ ეს ვინმეს გამო მოხდა.
ანუ რეალურად ანომალია არსებობს ჩვენს ორგანიზმში შეიძლება იყოს, ჩვენ შეიძლება მტარებელი ვიყოთ რაღაცის. და შესაძლებელია ის რაც ბუნებრივად არ ხდება, ამას თავისი აქვს პირობა, ახსნა. რატომ მოდის პაციენტების მხოლოდ 15% ინვიტრო განაყოფიერებაში, რადგან სხვა დანარჩენს არ ვჭირდებით ჩვენ. ისინი ბიოლოგიურადაც აჩენენ შვილებს. კი, შესაძლებელია ზოგი ანომალიით აჩენს, ზოგი ჯანმრთელს, მაგრამ აჩენენ. უნაყოფობა არ არის მხოლოდ არ დავორსულდი. უნაყოფობა არის შეიძლება ვორსულდები და მეშლება. ანუ ვერ ვინარჩუნებ, ხო? ანუ შესაბამისად ნახეთ, რაღაცა მიზეზი ამას ყოველთვის აქვს. ყველაზე მთავარი არის მიზეზის პოვნა და მინდა გითხრათ, რომ ის 2.5% ალბათ ყველაზე რთული პაციენტია, ვის მიზეზსაც ვერ ვაუბრობთ. ანუ არ ვიცით, ერთიც ჯანმრთელია, მეორეც, მაგრამ ერთად მათ არ გამოსდით ნაყოფს. კი ბატონო. და ხშირად არის ხოლმე, რომ აი აბსოლუტურად ახალგაზრდა წყვილია. ყველაფერი ნორმაში აქვს. და უბრალოდ არ ორსულდება, ხო? უბრალოდ ვამბობ ჩვენ და ეს მისთვის რამხელა სტრესია. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ მოსულა ესეთი პაციენტი და უბრალოდ ემბრიონი მეხუთე დღემდე არ მისულა, ან მისულა და აბსოლუტურად ყველა გენეტიკურად არაჯანმრთელი გამოსულა. ხდება ასეც. ამიტომ იცით, ის შეკითხვები, რაც არსებობს, ალბათ უნდა დავსვათ. და ალბათ უნდა ვუპასუხოთ კიდევ ანომალიების აღმოჩენა ადრეულ ტრიმესტრში ხო შეიძლება უკვე თქვა ულტრასონოგრაფიით შესაძლებელია. როცა საუბრობთ ადრეულ ტრიმესტრზე და ბუნებრივ ორსულობაზე კი, მაგრამ ჩვენ ამჟამად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ რო ვქმნით იმ სიცოცხლეს, იმ სიცოცხლეში შეიძლება ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა ანომალიების, მაგრამ როცა ვსაუბრობთ ანომალიებზე, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ 70%-ზე და არა 100%-ზე. ავსაუბრობთ იმაზე, რისი მტარებელი შეიძლება ვიყოთ და ჩვენ გვეგონოს რომ ჯანმრთელები ვართ. და ჩვენ გვეგონოს რომ ყველაფერი გამოკვლეული ვართ და ვიცით. მეც არ ვიცი რას ვატარებ. ანუ როგორც მივხვდი, ინფოტურის მთელი დანიშნულება არის გაცნობიერება იმ პროცედურების თუნდაც და იმ მოცემულობების, რომელიც გამოც შეიძლება არ დგებოდეს სასურველი შედეგი და მაშინ თუ შეგიძლიათ რომ გვიწეროთ აი ინფოტურის შემთხვევაში და მოსვლის შემთხვევაში როგორ მიდის ასე ვთქვათ პროცედურა, როგორ ანათლებთ ასე ვთქვათ პაციენტებს რა ეტაპებს გადის. ანუ ნიდა ინდივიდუალურია ინფოტური თუ ჯგუფურად ვთქვათ რამოდენი არის და ინდივიდუალურიც. ანუ ყველა ის ექიმი, რომელიც მათთვის საინტერესოა რა შეკითხვებზე უნდათ პასუხი. ძალიან ეს ინფოტური არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ჩემი პაციენტი უნდა იყოს. ანუ მნიშვნელოვანი არის ის, რომ შეკითხვა რაც დაისმევა. ძალიან ბევრი შეკითხვა აქვს ყოველას, ხო, იმ ადამიანებს ხო შორის ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ასეთ შეკითხვებით და ძალიან ბევრი შეკითხვა, რომელიც პასუხის გაუცემლად რჩება მათთვის. და მიზეზი აზრი მოისმინოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ არსებობს მედიცინაში, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ და შესაბამისად ნახეთ არსებობს ძალიან მარტივი პაციენტი, რომელიც მოვიდა, ჩაიტარა მკურნალობა, დაორსულდა და წავიდა. მაშინ ის თulis რომ ეს ყველაზე მარტივი პროცედურაა ამ ქვეყნად, რაც კი არსებობს. მაგრამ არ არის ეს მარტივი იმ ადამიანებისთვის, ვინც იმ 2.5%-ში მოხვდება, რომელსაც ყველაფერი გაკეთებული აქვს პრაქტიკულად და ბოლოს კი მიაღწია მიზანს, მაგრამ ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად. წარმოიდგინეთ, რამდენი რამ შეიძლება, რაც არ გაუგია იმ პირველს, დასჭირდა მეორეს. შესაბამისად, ერთის გამოცდილება ვერანაირად ვერ იქნება მეორის გამოცდილება кейსებსაც უზიარებთ. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად кейსებს, ყველა შეკითხვას, რომელიც აქვს პასუხი, ასევე ლაბორატორიის დათვალიერება შიგნიდან როგორ ხდება, და არის განაყოფიერება თავის თვალით ნახავენ რა არის, ანუ არ შედის შიგნით, მაგრამ ამის გადაღების საშუალება გვაქვს ჩვენება, როგორც ვასწავლით სტუდენტებს, როგორც ვასწავლით ემბრიოლოგებს, როგორც ვასწავლით რეპროდუქტოლოგებს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, იცით, როცა იცი რაზე მიდიხარ, ისთვის იბრძვი, ძალიან მარტივია ხოლმე ეს გაიგო. იმიტომ რომ შენ იცი, მიაღწევ თუ არა შედეგს. ანუ არას პასუხი ძალიან მარტივია. არ ვიცის თქმაც მარტივია, თუმცა არ ვიცის ძალიან ბევრი არ ამბობს. მე მიჩვამს არ ვიცი, მართლა არ ვიცი, ზოგიერთ შემთხვევაში რატომ არ ხდება და ალბათ მედიცინა არ იქნებოდა მედიცინა და მეცნიერება არ იქნებოდა ჩვენ 100%-ით რამე ვიცოდეთ.
ნინო, აი წყვილები ძირითადად რეკომენდაციას როგორ საძლევთ, რომ უნდა მოვიდეს ინფოტურში მხოლოდ დედა, მომავალი თუ სასურველია რომ წყვილში მოვიდნენ, ანუ მეუღლესთან ერთად რომ ორივე ინფორმირებული იყოს. ზოგადად ჩემთვის ხანდახან აქტიურია ქალბატონი და ხანდახან აქტიურია მამაკაცი. არიან ხშირად ერთად ორივე ძალიან კარგად ინფორმირებულები არიან. იცით, სხვა პროფესიის ადამიანებიც არიან და ხშირად შეკითხვები სხვადასხვაგვარი აქვთ. რეალობა აღქმა ყველაფრის აბსოლუტურად ინდივიდუალური გვაქვს ყველას. ერთი და იგივე ინფორმაცია შეიძლება ორ ადამიანს მიაწოდო და აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად გაიგოს. ერთი რომელიც შეიძლება ყველაფერს დადებითად იგებდეს და დადებითი და მეორე ყველაფერზე სკეპტიკური იყოს. სხვა შორის სკეპტიკური პაციენტები ყველაზე მადლიერები არიან. მაგრამ განწყობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განწყობას ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა. ზოგადად ჩვენი თავის ტვინი განაგებს ჩვენი ემოციისა თუ შედეგიანობის ალბათ 80%. ნამდვილად ასია, იმიტომ რომ რისი გვჯერა. ეს არის მთავარი და სად შეიძლება მივიდეთ ამით. რეალურად ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც მართლა პრობლემა საერთოდ შეიძლება არ ქონდეს, უბრალოდ ფსიქოლოგიურადაც კი, ანუ აი ძალიან ბევრს უთქვამს, რომ დავიბადე, მაშინაც კი ვფიქრობდი, შვილოსნობა როგორი მექნება. ანუ აი პატარაობიდან რაღაც ქონდა ეს, რომ აი როგორი იქნება ჩემი რეზერვი, როგორ არიან ესეთი ადამიანები, რომლებიც თავიდანვე ფიქრობდნენ, ხომ არ იქნება ჩემთან პრობლემა. ყოველთვის არის ის პრობლემა. ოპტიმიზმს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა და კი ფობია არსებობს, ანუ ფობიები გვაქვს ძალიან ბევრი ჩვენ. არის ონკოფობია ძალიან ხშირად ადამიანები, მე მყავს ესეთი პაციენტები, ვისაც სულ ეშინოდა კიბოსი. კიბოს განვითარების, ანუ სულ რაღაცას იკლებდა და სულ ეგონა რა აუცილებლად ონკოლოგია ექნება და არ შეიძლება ამას ეკითხოთ წინასწარ. ხო, ძალიან რთულია ესე ცხოვრება. კიდეც მაინტერესებს, აი როგორ თქვათ ინფოტურით, ეხლა ძალიან ბევრი მაყურებელი გვიყურებს და დაინტერესებულია. აი რა ეტაპები უნდა გაიაროს, როგორ უნდა დაგიკავშირდეთ, ჩაეწეროს თუ როგორ ხდება კვირაში რამდენჯერ? ის არის აუცილებლად ყოველთვის კვირა დღე. შესაბამისად რომ ეცალოს პაციენტსაც და გვეცალოს ჩვენს. გქონდეს დრო ისე რომ არ დავნიშნოთ ეს დრო და შესაბამისად არ უთხრათ რომ ეხლა თქვენი დრო ამოიწურა და სასწრაფოდ ძალიან კარგია, იმიტომ რომ ფსიქოლოგიც ჩართულია აქ. ჩართული აბსოლუტურად ყველა ექიმი, მთელი გუნდი. შესაბამისად მათ აქვს შეკითხვები, ერთმანეთთან ხშირად აქვს შეკითხვები, სხვა შორისაც აღვხვდებით ხოლმე და ძალიან კარგია, იმიტომ რომ ერთი თავის გამოცდილებას გიზიარებს, შემდგომ იცით რა არის, როდესაც მე როგორც არაპროფესიონალი მაგალითად ვაზიარებ ჩემ გამოცდილებას, შეიძლება არასწორად თქვა რაღაცა ტერმინი, არასწორად გავიგო ის რაც ექიმმა მითხრა და შემდგომ ეს გადავცე არასწორად. იცით ინფორმაცია, ერთი და იგივე ინფორმაცია შეიძლება დაიკარგოს ძალიან ხშირად. თქვენც რომ მითხრათ რაღაც და მე გადავცე სხვა, შეიძლება ერთი სიტყვის გამოტოვებით რაღაცა შეიცვალოს. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ასჯერ მოყოლოს ერთხელ ნანახის ჯობია. შესაბამისად იცოდნენ მათ რა პრობლემა აქვს. ძალიან ბევრი წერილი მომდის, ყოველთვის პასუხობ, არ აქვს მნიშვნელობა ის ჩემი პაციენტია თუ არ არის ჩემი პაციენტი. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ინფორმაციაზე ყოველთვის ვუპასუხო, იმიტომ რომ ნახეთ, როდესაც ჩვენ ექიმები ვპასუხობთ, ეს მნიშვნელოვანია. პირველი რომ მათთვის არის მნიშვნელოვანი, რომ მათ გაიგონ სწორი პასუხი. მეორე რომ ისეთი ინფორმაცია არ აითვისონ, რაც ასათვისებელი არ არის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვეუბნებით პაციენტს, ნუ კითხულობ სამეცნიერო ლიტერატურას, რატო იცით? კი. იცით რა? თქვენ შეიძლებათ არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთოთ ამა თუ იმ ინფორმაციას, ამიტომ ძალიან რთულია, ყოველთვის უნდა მოგაწოდოს ექიმმა და შენთან მიმართებაში განიხილოს ეს ინდივიდუალურად, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. დაახლოებით რამდენი ხანი დაეთმობა ერთი პაციენტის ინფორმირებას, თქვა კვირაობით? აი როგორ ფიქრობთ, რომ დაახლოებით რა? ზოგადად ახლა რამდენჯერაც ვიყავით, 2-3 საათი ეს მინიმალური დრო არის, რაც დაუშვათ გრძელდება ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეკითხვა გროვდება. შესაბამისად, კარგია, როდესაც ეს შეკითხვები არსებობს. ჩვენ როცა ვატარებთ ლექციას, დაუშვათ კვალიფიკაციის ამაღლების კურსს, კონფერენციას, ესა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ერთმანეთს ვუზიარებთ ხოლმე ჩვენს ინფორმაციას. აი ამჟამადაც ახლა სომხეთში გვაქვს კონფერენცია და ქართველი ექიმებისთვის გავაკეთეთ ისე, რომ რეგისტრაცია იქაც უფასო ყოფილიყო. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება. და შესაბამისად, როცა ექიმები ვუზიარებთ ერთმანეთს, ხომ პაციენტთან გაზიარება
კიდევ უფრო რთულია, იცით რატომ? უნიკალური кейსები. აბსოლუტურად სხვა. ანუ სხვა ენაზე საუბრობ, ჩვენ ექიმები ერთ ენაზე ვსაუბრობთ. ხშირად გვესმის ერთმანეთის. პაციენტი სხვადასხვა პროფესიის არის, სხვადასხვა აღქმის არის, სხვადასხვა სოციალური ფენის არის. შესაბამისად, მას სხვადასხვა შეკითხვა აქვს. ანუ ისეთი შეკითხვა, რომელიც შეიძლება შენთვის აბსოლუტური ნორმა იყოს, ანუ ეს უნდა იცოდეს ყველამ, თქვენ ესე თვლით. მაგრამ აღმოჩნდება, რომ ეს მან არ იცის და ეს მისთვის ახსნის საჭიროებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ექიმსა და პაციენტს შორის ისეთი ურთიერთობის ჩამოყალიბება, როდესაც ისინი ერთ ენაზე საუბრობენ, ესმით ერთმანეთის და თქვენ მერწმუნეთ, რომ როდესაც პაციენტმა იცის მას რა სჭირდება, თვითონ აღქმული აქვს რა სჭირდება, მისი მკურნალობაც გაცილებით უფრო მარტივია. იმიტომ რომ ეს არის სფერო, სადაც რეალურად თუ შენ ბავშვი არ გააჩინე, ვერაფერს ვერ ხედავ. და ძალიან რთულია, ხო? ადამიანებს რისის წამთ ზოგადად, რასაც ხედავენ. შეეხები, დაინახავ. შენ ამას ვერ ეხები. ანუ ნახეთ, თქვენ როცა დაუშვათ რაღაც დაავადება გაქვთ, განვიკურნე, აღარ მაქვს და კარგად ვარ, ხო? ეს არის ჩემი გამოჯამრთელება. ანუ რა დავინახე, მე ვერაფერი ვერ დავინახე, მკურნალობა ჩამიტარდა, აღარ მტკივა. და იმისთვის რომ დაინახონ, შედეგი ნახონ, უნდა მოგზავნონ პირველ რიგში თქვენთან. წარმოიდგინეთ, ანუ რა არის. ამიტომ ძალიან რთულია. ამიტომ რეალურად არის ის, რომ იცოდე რა გჭირდება, იყო ერთად ექიმთან, ამისთვის იბრძვი და მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის გაიმარჯვებ, როდესაც ბრძოლაში ერთად ხართ. გამარჯვების სტიმულით და გამარჯვების იმედით შენ ცალკე ხარ და ის ცალკეა. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო წარმატებებს გისურვებთ. საინტერესო წარმოწებაა ჩემო ბაჩო ასე რომ შეგიძლიათ და იმ ადამიანებს, რომლებსაც ბევრი კითხვა და კითხვის ნიშანი აქვს, ბევრი კითხვა დაუგროვდათ, ამასთან დაკავშირებით ძალიან კარგ საშუალებას აძლევს GGRC ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად. წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე, დაგემშვიდობებით. და ახლა ერთი სიუჟეტი უნდა წარვადგინო. ბაკურიანი სპორტის ზამთრის სახეობებში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და გენერალური მხარდამჭერი Coca-Cola ბოთლეს ჯორჯია გახლავთ. გლობალური ბრენდისა და ოლიმპიური თამაშების პარტნიორობის ისტორია ერთ საუკუნეს ითვლის და 1896 წლიდან იწყება. როცა ათენში პირველი მსოფლიო ოლიმპიადა ჩატარდა, მას შემდეგ Coca-Cola ბოთლეს ჯორჯია მსოფლიოში სპორტული ღონისძიებების, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. მთავარი გზავნილი კი ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოწოდება. მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერაც, რასაც კომპანია საქართველოში სპორტული ღონისძიებებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართ იჩენს. Coca-Cola ბოთლეს ჯორჯია ქვეყანაში ყველა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების პარტნიორია და გამონაკლისი რა თქმა უნდა არც ბაკურიანი 2025 აღმოჩნდა. ნახოთ სიუჟეტი. ნახოთ. Coca-Cola ბოთლეს ჯორჯია, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტიური მხარდამჭერი, 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მთავარი მხარდამჭერი და პარტნიორია. ბაკურიანი 2025 9 თებერვალს გაიხსნა და ქვეყნის მასშტაბით 3 ქალაქი, ბაკურიანი, ბათუმი და თბილისი მასპინძლობს. ფესტივალი ინტერკონტინენტურია და მონაწილეობას 50-მდე ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი იღებს, რომელთა განწყობასა და პოზიტიური გარემოს შექმნაზე Coca-Cola ბოთლეს ჯორჯია ზრუნავს. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანში დაიწყო. Coca-Cola ბოთლეს ჯორჯია მთავარი მხარდამჭერი და გენერალური პარტნიორია. Coca-Cola-ს როგორც ბრენდის ჩართულობა ამ ღონისძიებაში ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მოსულ სტუმრებსა და სპორტსმენებს სპეციალურად მოწყობილ ზონებში უმასპინძლობს. კომპანია 1896 წელს ათენში ჩატარებული პირველი ოლიმპიური თამაშების მხარდამჭერი იყო და მას შემდეგ სპორტული ღონისძიებების მუდმივი პარტნიორია. ამ აქტივობით კი Coca-Cola მსოფლიო მასშტაბით ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებს. საერთაშორისო დონეზე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან ერთად მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერაც, რასაც კომპანია საქართველოში სპორტული ღონისძიებების მიმართ იჩენს. Coca-Cola ბოთლეს ჯორჯია საქართველოში ყველა მნიშვნელოვან პროექტს უდგას გვერდში და გამონაკლისი არც ბაკურიანი 2025 აღმოჩნდა.
თქვა, ხელოვნური კადრი იყო ბოლოს, არა ესეთი. რეკლამაზე უნდა გავიდეთ ჩემო ხატია და რეკლამის მერე სარჩევით ანა ზაქაშვილი შემოგვიერთდება, ასე რომ დაგველოდეთ ძალიან საინტერესო რჩევებს და საჭირო რჩევებს მოგცემს ანა. რეკლამა. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში რუბრიკა სარჩევით, რომელსაც ანა ზაქაშვილი წარმოგვიდგენს და ვსაუბრობთ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა ჯანმრთელობისთვის საშიში სამშენებლო სარემონტო საშუალებები. ანა დილამშვიდობის. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. კი ბატონო, დღეს უნდა ვისაუბროთ ჯანმრთელობისთვის საშიშ სამშენებლო სარემონტო მასალებზე. მოგეხსენებათ ალბათ, რომ უმეტესად კი ბატონო, თუმცა გამომივიდა. ხო, უმეტესი ჩვენგანი ალბათ სამშენებლო მასალების შერჩევის დროს უპირატესობას ანის ფასს, ან კიდევ ვიზუალს ანიჭებს, თუმცა სასტორის მეორე მხარეს და მეთანხმებით ალბათ, როდესაც ჩვენი ჯანმრთელობა დგას, ეს შედარებით ნაკლებ ხარისხოვანი არის ხოლმე და პრობლემა მართლა ძალიან დიდია და საფრთხეები ძალიან დიდია, იმიტომ რომ სამშენებლო მასალების არასწორი და არასწორი, ესე ვთქვათ, კრიტერიუმებით შერჩევის შემთხვევაში საფრთხის წინაშე არის არა მხოლოდ ის ადამიანი, მაგალითად, ვინც არემონტებს, არამედ ის ადამიანი შემდეგ, ვისაც უწევს ამ ბინაში ცხოვრება, რა თქმა უნდა, და უფრო მარტივი რომ გახდეს ჩვენი მაყურებლებისთვის, რაზე ვსაუბრობ, მაგალითად, ლამინატიც კი, რომელსაც იატაკზე ვაგებთ, შეიძლება რადიაციული გამოსხივების წყარო გახდეს მისი შემადგენლობიდან გამომდინარე, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი არის ვიცოდეთ სწორად როგორ უნდა შევარჩიოთ სამშენებლო სარემონტო მასალები. სწორედ ამისთვის დღეს ჩემს რუბრიკაში სტუმრები არიან ქალბატონი ლიზა გოდერძიშვილი, ექიმი პულმონოლოგი და თამარ ცაგურია, გორგიას სამშენებლო კატეგორიის შესყიდვებისა და გაყიდვების ხელმძღვანელი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და ასეთ საინტერესო თემებზე საუბრობთ ჩვენთან ერთად. ქალბატონო ლიზა, მინდა რომ თქვენით დავიწყოთ, რა თქმა უნდა, ზოგადად პრობლემაზე ვისაუბრეთ, თუმცა მაყურებლებისთვის რომ უფრო ცხადი იყოს, რა ტიპის მასალები შეიძლება გახდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო და რამდენად, ესე ვთქვათ, სერიოზულ საფრთხეებთან გვაქვს საქმე. მოგესალმებით, გმადლობთ მოწვევისთვის. სანამ კითხვაზე პასუხს გაგცემთ, მინდა ძალიან მოკლედ ჩემი სოლიდარობა გამოვხატო სინთეზის პატიმრების მიმართ და მათ გათავისუფლება ვუსურვო, მზია ამაღლობელს ვუსურვო ჯანმრთელობა და მალე გათავისუფლება. და ჩვენ უკეთეს საქართველოში ცხოვრება. ახლა დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას, მე ექიმი ვარ და ჩვენ ვხვდებით უკვე შედეგებს. შედეგების გაანალიზებას ძალიან სერიოზული ძალისხმევა ჭირდება, იმიტომ რომ ხანდახან არასწორი ანალიზით და არასწორი დასკვნებით შეიძლება ვავნოთ ადამიანების ცხოვრებას ან იმ ადამიანებს, რომელსაც არ დაუშავებიათ არაფერი. ამიტომ ასეთი საკითხების შესწავლას ჭირდება ისეთი ინსტიტუციები, რომელსაც მაგალითად ქვია პროფესიული დაავადებების ინსტიტუტი, რომელიც ჩვენთან არსებობს. მე არ მუშაობ ამ ინსტიტუტში, მე ვარ ექიმი, რომელიც უკვე შედეგებს ასეთი ტიპის ინსტიტუციები უნდა მუშაობდნენ რისკებზე და ამ რისკების აღმოფხვაზე. ახლა შედეგებს რაც შეეხება, რა შეიძლება განვითარდეს და რა შეიძლება იყოს აი ასეთი ტიპის სუბსტრატები დავარქვათ თუ ნივთიერებების ზემოქმედება, ეს არის გამომდინარეობს იქიდან რაზე ზემოქმედებს და რა ტიპის ნივთიერებების ზემოქმედებს. ეს ძირითადად ზიანდება სასუნთქი სისტემა და კანი, თვალი, ანუ რასაც ეხება შევისუნთქავთ ან შეხებით ან შესუნთქვით ძირითადად. შესაძლებელია ესეთი ნივთიერებების პენეტრაცია, ანუ შეღწევა ორგანიზმში იყოს უფრო ეფექტური, დააზიანოს შინაგანი ორგანოები. ცნობილია, რომ გარკვეული ნივთიერებები ძვლებშიც კი ინახება შემდეგ და შეიძლება ნაყოფსაც კი გადაეცეს. და იმისთვის, რომ ვიცოდეთ და გავაცნობიეროთ ეს ყველაფერი, ამისთვის სავარაუდოდ ზოგადად უნდა ვიცოდეთ იმ საფრთხეების შესახებ. ყველაზე ცნობილი, ხო, იცით როგორ არის? პასუხისმგებლობაც არის, რა საკვირველია? ადამიანები, რომლის პასუხისმგებლობაც ახლა ყველა ეტაპზე, თქვა სამშენებლო მასალების ხარისხის პასუხისმგებლობა არის სამშენებლო კომპანიის პასუხისმგებლობა, რომელიც ყიდულობს ამ მასალას, ვინც ყიდის, მისი პასუხისმგებლობაც არის. ოღონდ ეს ყველაფერი არის შემდეგ უკვე საბუთებით განპირობებული, ხო? ან თქვა იმ მასალამ რა გაიარა, კვლევა გაიარა, რა სერტიფიკატი აქვს და ვინც აწარმოებს, მისია ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ჩვენ რეალობაში ყველაფრის გაყალბება შეიძლება, ყველაფრის არასწორად მიწოდება, მაგრამ სულ ამ შიშებში ხომ ვერ ვიცხოვრებთ, ანუ უნდა ვიცოდეთ სწორად შერჩევა რაღაცის. ხო, რაც შეეხება ახლა ყველაზე უფრო
პოპულარულ, ასე ვთქვათ, ან ცნობილ მასალებს, ან უკვე ისეთ ავტორიტეტული ზიანის გამომწვევ მასალებს, ეს როგორც წესი არის ისტორიულად ცნობილი სუბსტრატები, ეს არის ასბესტი, რომელიც ისტორიულად არის ცნობილი როგორც ფილტვების მძიმე დაავადებების გამომწვევი, საამშენებლო მასალებს გულისხმობ, საყოფა ცხოვრებას, რაც ეხება ყველაზე უფრო მეტად, არის აგრეთვე, ვთქვათ, ბერილიუმი, სილიკატები, სილიკა თვითონ, სილიკოზის სილიკატების გამომწვევი, ტყვია, მძიმე მეტალები. ნუ ასბესტს შეიცავდა ყველაზე მეტად თბოსაიზოლაციო მასალები, შიფერი იყო საერთაშორისო საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობით გამოიყენებოდა განსაკუთრებით სოფლის, ის კი არა მარტო სახურავზე კი არა, ნესტის დასაცავადაც კი გვერდებზე უკეთებდნენ ამას, მე იქიდან მძიმე პერიოდებში შეიძლება იქიდან ჩამონადენი წყალიც კი გამოეყენებინათ და ამას შეიძლება და საკმაოდ გაეზარდა ექსპოზიცია, ხო, ეს თან დიდი ხნის განმავლობაში ხდება. საერთოდ ექსპოზიციის ეფექტი დამოკიდებულია დოზაზე და ხანგრძლივობაზე ექსპოზიციის, ხო, ვერად თვითონ ადამიანის რამდენად მოწყვლადია ადამიანი, ბავშვები უფრო მოწყვლად კატეგორიაში გადიან, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. მეორე ეს არის საღებავებში შემავალი ვთქვათ, მეტალები, მძიმე მეტალები, ფორმალდეჰიდები, კონსერვანტები, ხის დამუშავებასაც კი შეიძლება ეს ახლდეს. წებო, ხო, გამხსნელები, წებო და საღებავები ეს ყველაზე ზედაპირზე რაც რჩება და რაც შემდეგ გამოთავისუფლება. ბოდიში გაწყვეტნებთ, ბარემ ქალბატონ თამართან გადავალ კითხვით და დაგიბრუნდებით აუცილებლად, ახლა ვსაუბრობდით უშუალოდ იმ სარემონტო მასალებზე, რომელიც უშუალოდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. რას უნდა მივაქციოთ? თქვენ ხართ გორგიას ყველაზე, ესე ვთქვათ, დიდი და ქსელური სამშენებლო სარემონტო მაღაზიების ქსელის წარმომადგენელი, ხო? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ასეთ დროს და რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ და თქვენ როგორც ასეთი მსხვილი კომპანია პასუხისმგებლობის ნაწილზეც მინდა რომ გველაპარაკოთ. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და მინდა გითხრათ, რომ გორგია ერთ-ერთი პირველი ჰიპერმარკეტია, რომელმაც სამშენებლო მასალების რეალიზაცია დაიწყო ამიერკავკასიაში. ამიტომ გორგიას აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით და ყავს კვალიფიციური კადრი, რომელიც სწორედ ამას შეისწავლის და ჩვენთან შიდა სტრუქტურები სწორედ ამას აკონტროლებენ, რომ კომპანიაში არ შემოვიდეს ისეთი პროდუქცია, რომელიც თქვა დააზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას. შიფერი ახსენეთ, რომელიც ძალიან პოპულარული იყო საქართველოში და დღემდე რეგიონებში ხვდებით თქვათ ამ ტიპის გადახურვას და ჩვენ გვაქვს ალტერნატივა, რომელიც არ შეიცავს მსგავსი ტიპის მავნე ნივთიერებებს, როგორც არის ასბესტი და ეს არის ონდულინი, ფრანგული ბრენდი, რომელიც ექსკლუზიური წარმომადგენელიც არის გორგია. ეს მასალა, ეს პროდუქცია გარეგნულად გავს შიფერს, თუმცა შედგება ორგანული მასალისგან, ცელულოზის ბოჭკოსგან და ბიტუმისგან. ბიტუმ გადამუშავებული ბიტუმი ისეთივე უსაფრთხოა, როგორც შეიძლება იყოს ხის ნაკეთობა. ამიტომ ეს არ ავნებს ადამიანს და გარდა ამისა აქვს თბოსაიზოლაციო ეფექტიც, რაც უზოგავს თვითონ მომხმარებელს კომუნალურ ხარჯებს. და თავი არის ეკოლოგიურად სუფთა, ხო? კი, ეკოლოგიურად სუფთა. საუბრობდა ასევე ქალბატონი ლიზა და აი საღებავებზე რა შეგიძლია გითხრათ, რა არის ეს თქვა კარგი ალტერნატივა საღებავის და ეკოლოგიურად სუფთა? ასევე საღებავების მიმართულებითაც ჩვენ ზოგადად ვცდილობთ, რომ საერთაშორისო ბრენდები წარმოვადგინოთ ჩვენთან. საერთაშორისო ბრენდი ეს მარტო სახელი არ არის, ეს ნიშნავს, რომ მას გავლილი აქვს ბევრი ტესტირებები და ის მუშავდება ისეთ საერთაშორისო ტიპის მაღალტექნოლოგიურ საწარმოებში, ლაბორატორიებში ხდება მათი სინჯების კვლევა, რამდენიმე ტიპის ტესტირებებს გადის, შემდეგ ჩვენთან ხდება ინსტრუქტაჟების ჩატარება, ჩვენ გვეწოდება ტესტირების შედეგები, გვეწოდება ნიმუშები, ჩვენ თვითონაც ვტესტავთ აქ და მოკლედ ძალიან ბევრი პროცესია გავლილი, სანამ დახლზე დაიდება პროდუქცია. ეს არის ჰოლანდიური აგზონობელის ჯგუფში შემავალი ბრენდი მარშალი და ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ბრენდი გენჩი, რომელსაც წარმოადგენს გორგია. და ყველაზე მთავარი რაც არის, პირველი იყო გორგია ბაზარზე, რომელმაც ამოიღო ტყვის შემცველი და მავნე მეტალების შემცველი
საღებავები რეალიზაციიდან. ჩვენ მარშალის ბრენდში გვაქვს ანტიბაქტერიული საღებავები, რომელიც სრულიად უსაფრთხო არის და წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავები ასევე, რომელიც რომ გამოიყენო ინტერიერში სრულიად უსაფრთხო ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ჩვენ პერიოდულად ვახორციელებთ გადამზადებებს და ინსტრუქტაჟებს არა მარტო ჩვენი თანამშრომლების, არამედ ხელოსნების და ჩვენი პარტნიორი სამშენებლო კომპანიების ქარხნებშიც მიყვავს, რომ მათ ნახონ თავისი თვალით, თქვათ, რადგან ეს ასეთი ტიპის ტექნოლოგიური საღებავი, სადაც მოლეკულის დონეზე ხდება დამუშავება, რომ ის მავნე ნივთი შეიცავს ქიმიურ შენაერთებს, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ადამიანს მიაყენოს, ადამიანის ჯანმრთელობას მიაყენოს საფრთხე. და ასეთი ტიპის დამუშავების საღებავი, რა თქმა უნდა, შედარებით გაცილებით განსხვავებული ფასი აქვს ბაზარზე არსებული ფასიანი საღებავისგან. თუმცა ვინც არის ეს ამიტომ ყოველთვის ფასი აკეთებს ხოლმე აქცენტს და მნიშვნელოვანი არის ამაზე საუბარი და ეს თქვენი კამპანიაც კი. ქალბატონოლის ახლოს საუბრობდით ჩვენ ტყუის შემცველობაზე ხო და აი ტყუიას როდესაც ვახსენებთ ხოლმე საქართველოში განსაკუთრებით მგრძნობიარეები ვართ ხოლმე ბავშვები თუ არიან რისკ ჯგუფში განსაკუთრებულად რისკ ჯგუფში ამ დროს რასაკვირველია, ბავშვები საერთოდ ნებისმიერი გავლენის თვალსაზრისით უფრო მეტად რისკ ჯგუფში არიან, მინიმუმ იმიტომ, რომ მათი წონა ნაკლებია. მათი სასუნთქის სისტემა ჯერ ისეთი ჩამოყალიბებული არ არის, განსაკუთრებით ეს 3 წლამდე და 5 წლამდე ბავშვებს ეხება, რომ ყველაფრის ელიმინაცია მოხდეს, ანუ მოცილება მოხდეს ორგანიზმიდან, ამოსუფთავება გამოტანა მათ უფრო ფართო გზა, ასე ვთქვათ, ნებისმიერი მავლინი ნივთიერებისთვის და რისკის ქვეშ რა თქმა უნდა ეს ბავშვები არიან. მით უმეტეს ბავშვები ყველაფერს აღიქვამენ შეხებით, ისინი გემოსაწყილს იჯავენ კედელი, შეიძლება პირში იდებენ ყველაფერს, ხელს რასაც კიდებენ, ამასაც პირში იდებენ. მათ არა აქვს ჯერ ის სოციალური ჩვევები, რომლებიც მათ დაიცავს ესეთი გავლენისგან და რისკისგან და შესაბამისად რასაკვირველია. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ ოჯახების, ვისაც ბავშვები ყავს. საღებავების ასეთ საღებავები ესე ვთქვათ, დაფიქსირება, ანუ მავნეობის დაფიქსირება მოხდა ბავშვების სათამაშოებზეც კი, იმიტომ რომ მასალა, რომლითაც იყო ესეთი ერთი პერიოდი, ამაზე ლაპარაკი, ასეთ რაღაცებსაც სერიოზული კვლევა ჭირდება და აქაც ისე ბავშვის მშობლის პასუხისმგებლობა, ალბათ ჯობია ბავშვმა მარტივი საყოფაცხოვრებო ნივთით ითამაშოს ისეთი როგორც არის კოვზი და ვთქვათ თებში, ვიდრე უყიდო ის სათამაშო, რომლის ხარისხიც არ ახარ დარწმუნებული ხო, იმიტომ რომ ბავშვი მაინც აღიქვამს გარემოს და მას ახლა ძალიან ლამაზი სათამაშო ექნება თუ ნაკლებად ის თავის ფანტაზიას მაინც ხო, ნუ ეს ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც აქვს სათამაშოს, მაშინ შესაძლებელია ეს სუნიც და ხო, იმიტომ რომ მათ შორის არის ძალიან. ამიტომ არსებობს ხო უსაფრთხო სათამაშოების და უსაფრთხო საღებავები, ისევე როგორც ხო, უსაფრთხო საღებავებიც არსებობს, ალბათ ისე პასუხისმგებლიანი კომპანიები, პასუხისმგებლიანი შემომტანები ამას სწორი ინფორმაციას მიეწოდებენ მშობელს, და ნებისმიერ მშობელს. სტატისტიკურად ეს შემთხვევები, ვთქვათ, რაც არ არის სახარბიელო ჯანმრთელობისთვის, აი შედეგობრივად, ვთქვათ, ფილტვის დაზიანებას და ესე მძიმე დაავადებებს იწვევს თუ უფრო, ვთქვათ, აი ბრონხიალურ ალერგიული ფონით ვითარდება, ძირითადად მაინც. ეხლა რაც შეეხება ასეთიად პოპულარული, ასე ვთქვათ, ნივთიერებების გავლენა, ტყვია ვახსენეთ და ტყვია ფილტვზე ნაკლებ გავლენას ახდენს, ანუ გამორჩეულად ფილტვზე არ ახდენს იმდენად გავლენას, რამდენადაც მთელ ორგანიზმზე ამის კუმულაცია ხდება მეტალების და მძიმე მეტალების იმ ორგანოების მიმართ, რომლებიც დიდხანს იტოვებენ, თქვათ, ან გადაამუშავებენ და გამოყოფენ, თქვათ, ირკველი ღვიძლი, ძვალშიც კი წეღანაც ვახსენე, შეიძლება კუნთებში და ამ შემდეგ დარჩეს. რაც შეეხება ფილტვებზე მოქმედებს ისეთი ნივთიერებები, რომლებიც შეისუნთქება ძირითადად. ეს არის ასბესტი. ასბესტი იწვევს ასბესტოს, ეს არის ფილტვის დაავადება, ინტერსტიციული დაავადება ეგრეთ წოდებული, რომელიც ზრდის გარდა მაგისა სიმსივნის რისკს და ეს სიმსივნის რისკი არის იზრდება გარკვეული სიმსივნეების, ფილტვის სიმსივნე, პლევრის სიმსივნე, ამისი რისკი. გარდა ამისა არსებობს ბერილიუმი, ესეთი მანენვითიერება, წავი ან ქრონიკული, უფრო ქრონიკულ ბერილიოზს იწვევს, არის სილიკოზი, სილიკატოზი, ესენი ფილტვის სტრუქტურას აზიანებენ. კრებითად მათ შეიძლება ბრონქებიც დააზიანონ და პარენქიმაც, როგორც წესი, ეს ბრონქებსაც და პარენქიმასაც, ზოგი პარენქიმით იწყებს, ზოგი უფრო უმეტესად ბრონქებს. გარდა ამისა არის ცემენტის მტვერი,
და ნუ ეს ფილტრების რემონტებს მასთან არის რასაკვირველია, რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებიც არემონტებენ, პროფესიულია მათთვის ეს ზემოქმედება, ანუ ვინც მუშაობს ის მუშახელი ასე ვთქვათ და გავლენა, იმიტომ რომ ეს მათი პროფესიაა, ერთ ადგილას აკეთებენ ალბათ ხო სპეციალური აღჭურვილობა უნდა იყოს, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში აი აღჭურვილობის მოხმარების კულტურა ნელ-ნელა ყალიბდება. სამწუხაროდ წეგანაც ვთქვათ, ყვებოდი ერთ-ერთი ფაქტი, როცა ჩვენ დავსვით პროფესიული დაავადების დიაგნოზი და აქ იყო რასაკვირველია კომპანიის ვთქვათ დანაშაული თუ ბრალეულობა თუ არასათანადო ყურადღება რომ არ მოიხმარდა და არ შემოუტანიათ ვთქვათ ეს დიდი ხნის წინათ იყო არ შემოუტანიათ იმდენი ესე იგი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ეს დაცვის საშუალებები უნდა იყოს შესაბამისი ანუ სამედიცინო ნიღაბი ასბესტისგან და ცემენტის მტვრისგან ვერ დაგვიცავს, იმიტომ რომ იქ შეიძლება ზევიდან ქვევიდან ჩავიდეს მარტო ფორების რასაკვირველია და არა მხოლოდ მათი შემოტანა, არამედ მოხმარების კონტროლიც უნდა მოხდეს, იმიტომ რომ განსაკუთრებით ძველი ტიპის მუშახელს არ სიამოვნებს ეს დისკომფორტია. ამიტომ უნდა აუხსნა, უნდა ასწავლო თვითონ მას დამცავი საშუალებაც უნდა იყოს კომფორტული. პროფესიულ შემთხვევაში გასაგებია, მაგრამ საინტერესო რამდენად ხდება იმის კონტროლი, აი რაღაც ასბესტის სახურავი მაქვს მე მაგალითად, მაგრამ რამდენად იმოქმედა მაცხოვრებელზე და აი ესა თუ ის გამოწვეული რაღაცა დაავადება თუ პრობლემა რამდენად არის იდენტიფიცირებული, რომ შეიძლება რაღაცამ ამან გამოიწვია. იცით როგორ არის იდენტიფიკაცია პრობლემისა ხდება ჯანმრთელობის უკვე შედეგისა ხდება დიაგნოსტიკური მეთოდებით. ჩვენ დიაგნოსტიკური მეთოდი გვაქვს, ხო? ნუ თქვათ იქ კლინიკური სურათია და პლუს კიდევ რადიოლოგიური კვლევისას ძირითადად კომპიუტერული ტომოგრაფია, ან უკვე დამდგარი შედეგი, რომელიც რისკთან ასოცირებული ვთქვათ. და ძირითადად ეს იმ როცა არის ადამიანი ვთქვათ 65 წელზე მეტის იქ უფრო მივიტანთ ხოლმე ეჭვს, რომ ასბესტის გავლენა შეიძლება იყოს. თუ ამას ჭირდება ბიოპსია, შემდეგ იმ ადგილიდან აღებული მასალის კვლევა მიკროსკოპული და მხოლოდ იქ შეიძლება დავინახოთ ასბესტის ნარჩენები. უბრალოდ ახალ თაობაში და ახალ ტექნოლოგიებში ეს ნაკლებია, თუ კი ეს კონტროლდება. იმიტომ რომ ასბესტი პირველად ამერიკაში დაიწყო ამის წინააღმდეგ კამპანია, იმიტომ რომ იქ განსაკუთრებით აი ესე იგი ინსულაციის, ანუ თბოსაიზოლაციო მასალები დიდი რაოდენობით შეიცავდა ასბესტს. ჩვენთან ახლა მაინც ქვით და აგურით მშენებლობის ტრადიცია იყო და იქ იყო ეს დასათმობი. ქაბატონ თამარ, თქვენთან უნდა გადმოვიდეთ, ისევ ხა ძალიან ბევრი პრობლემაზე ვილაპარაკეთ, ხო? ჩვენ და სამედიცინო კუთხით ავხსენით ეს ყველაფერი და მე ეხლა ყველაზე მეტად რაც მინდა და განსაკუთრებით მე იმიტომ რომ მე ვარემონტებ ახლა სახლს და პრაქტიკული რჩევები მინდა რომ მისცეთ ჩვენს მაყურებლებს. მაგალითად, როგორი ზედაპირისგან უნდა დავამზადოთ სამზარეულოს ზედაპირს უგულისხმობ, რომ ეკოლოგიურად სუფთა იყოს. არის თუ არა გარკვეული და უფრო კონკრეტული რეკომენდაციები ამ თვალსაზრისით და შემდეგ გადავიდეთ უკვე სხვა ესე ვთქვათ მასალებს. ეულო გაინტერესებს კონკრეტულად. ლამინატი გაინტერესებდათ კიდე რომ. კი, ლამინატით საყურადღებო და ვილაპარაკოთ ესე თქვა ყველა კომპონენტზე აუცილებლად. მოკლედ სამზარეულოს ზედაპირის შერჩევისას პირველ რიგში მომხმარებელი რასაც უნდა აქცევდეს ყურადღებას, ეს არის რომ ზედაპირი არ იკაწრებოდეს, უძლებდეს ნესტს, ორცქს და ექსპლუატაციის ვადა ქონდეს დიდი. სამზარეულოს ზედაპირებზე არის დაბალბიუჯეტური მასალაც, არის საშუალო და არის შედარებით მაღალბიუჯეტური პროდუქცია. შესაბამისად ანუ ეს თანხებიც განსაზღვრავს გარკვეულ წილად ხარისხს. მაგრამ ძვირის გადახდა არ ნიშნავს, რომ რეალურად ეკონომიას არის, იმიტომ რომ როდესაც გრძელვადიანი ექსპლუატაციის ვადა აქვს თქვათ ბუნებრივი ქვის ზედაპირებს, რომელიც არ იკაწრება ორთქლის და ნესტგამძლეა და თან არანაირი დაზიანებას თუნდაც საკვებთან მიმართებაში არ გამოიწვევს, ანუ ჯანმრთელობის დაზიანებას, ეს არ ნიშნავს, რომ შენ რაღაცაში ძვირი გადაიხადე რეალურად სწორედ რომ ეს არის ვფიქრობ ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და ეს უფრო ბიუჯეტურია. განსხვავებით
დავუშვათ იმისგან DSP-ზე და MDF-ზე, MDF-ზე და პირებზე კი ყველაზე დაბალ ბიუჯეტური ეს არის ლამინირებული DSP, რომელიც მზადდება ძველი ტექნოლოგიებით და ამიტომ მას სიმკვრივის შესანარჩუნებლად სჭირდება დამატებით ფორმადაჰიდები და რაც თუ თქვათ, ოდესმე გქონიათ შეხება სუნით სპეციფიური აქვს და ამით შეიძლება მისი მიხვედრა. MDF-ი გაცილებით მაღალი ტექნოლოგიებით მზადდება და მას არ სჭირდება დამატებით ფორმადაჰიდების დამატება და ადამიანის მავნებას კი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. თუმცა გამომდინარე ექსპლუატაციის ვადა არც ამას არ აქვს, იმიტომ რომ არც MDF-ს, არც DSP-ს არ აქვს ორთქლზე და ნესტზე გამძლეობა, გრძელვადიან პერსპექტივაში ის აუცილებლად დაზიანდება და პლუს MDF-ი არის კარგი და მაღალი ხარისხის. DSP-სთან შედარებით დიახ, მაგრამ მე მაინც თქვენ პირადად გირჩევდით, რომ ბუნებრივი ქვის ზედაპირები გამოიყენოთ. ძვირფასი. აი ჭერის გაკეთება რა მასალით არის რეკომენდებული და აქვს თუ არა ამას გავლენა ჯანმრთელობაზე, რამე საფათო, ესე ვთქვათ, ნივთიერების შემცველი ხომ არ არის რომელიმე მასალის დღეისათვის ძალიან ტრენდულია ბეტონის ჭერის დატოვება, რომელიც ეს არ ნიშნავს, რომ ესე ბეტონს ცარიელს ვტოვებთ, ის რა თქმა უნდა მუშავდება სპეციალურთან ამის პროფესიონალი ადამიანები, ვინც არიან ისინი მას ამუშავებენ და შემდეგ ხდება მისი ლაქსაღებავებით გადაღება. მთავარი არის რას ვიყენებთ შემდეგ ანუ ეს ტრენდული კი არის ეს ჭერი, მაგრამ აი უსაფრთხოების და ჯანმრთელობის თვალსაზრისით. აი მაგას გეუბნებით, ანუ როგორ ხდება შემდეგ ამისი დამუშავება, რა მასალას ვიყენებთ, რა პროდუქციას ვიყენებთ, თუ მოგმართავთ გორგიას და მოგზანდებით ჩვენთან მოგემსახურებიან კვალიფიციური კადრები, რომლებიც კარგად აგიხსნიან, თქვათ, რომელი ლაქსაღებავს რა გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე და როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ძირითადად წარმოვადგენთ საერთაშორისო ბრენდებს, რომლებიც გადიან მრავალწლიან ტესტირებებს და ყოველწლიურ შემოწმებას გადიან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორც არის ISO ორგანიზაცია და ამიტომ ამისგან ჩვენთან შეძენილი პროდუქციის შემთხვევაში დაზღვეული ბრძანდებით. თაბაშირმუყაო არის ერთ-ერთი კიდევ ყველაზე უსაფრთხო პროდუქტი. თაბაშირმუყაოს შემოსვლაც კი კონტროლდება ზოგადად საზღვარზე და ჩვენ სპეციალურ დოკუმენტებს წარვადგენთ ხოლმე, რომ ისი იმპორტის ნებართვა მივიღოთ. თაბაშირმუყაო თვითონაც თაბაშირიას ბუნებრივი მასალა არის და არ შეიცავს ადამიანისთვის მავნე ნივთიერებებს, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თაბაშირმუყაოს ჭერი როდესაც გაკეთდება, ის უნდა დამუშავდეს შემდეგ. ანუ ამას აქვს მნიშვნელობა კიდე შემდეგ როგორ ქაღალდს ვიყენებთ, როგორ საღებავს ვიყენებთ და როგორც უკვე გითხარით, ანუ ის კომპანიები, რომლებიც მაღალ ტექნოლოგიებზე მუშაობენ, მათთან პროდუქციის დამუშავება ხდება მოლეკულის დონეზე. ანუ ის ნივთიერებები, მავნე ნივთიერებები არის მინიმუმამდე დაყვანილი, რაც თქვათ საერთაშორისო სტანდარტით არის გათვალისწინებული, რომ ადამიანის ჯანმრთელობას არ მიაყენოს. კი ბატონო, ეს ევროკავშირში ბუნებრივი ამას ეს კონტროლდება და კარგია, რომ თქვენი კომპანიის სახით საქართველოშიც ჩვენ ამის თაობაზე ხელოსნებსაც ვატრენინგებთ, გარდა ჩვენი თანამშრომლობრივ წეღანიც აღნიშნე და ასევე ჩვენ პარტნიორებსაც ვიწვევთ ხოლმე და მიყვავს სამშენებლო კომპანიებს გულისხმობთ. სამშენებლო კომპანიებს გულისხმობთ. რომ მათ იცოდნენ. აი ბოდიში კედლის მოპირკეთებაზეც ხა შეიძლება დილეტანტური კითხვა დავსო, მაგრამ ამ რუბრიკის ფარგლებში ისეთი უცნაური რაღაცები გავიგეთ, რომ არ გამიკვირდება შპალერშიც ხომ არ არის რამე, მაგალითად ჯანმრთელობის და კედლის მოპირკეთებაზე აი წებოს რასაც იყენებენ შემდეგ შპალერში, ეს ფორმადაჰიდები წებოში დიდი რაოდენობით არის, თუ ეს წებო არ არის დამუშავებული, თქვათ მაღალ ტექნოლოგიურ დონეზე, რომ მინიმალური რაოდენობით შეიცავდეს. საცნობი ნიშანი, უნივერსალური ცნობი ნიშანი სარემონტო საშუალებებს, იმიტომ რომ ბევრი შეიძლება ვერ კითხულობდეს აი ესე დეტალურად ქიმიურ ტერმინებშიც ვერ ერთხელ. ლამინატს აქვს აღნიშნა E1 აღნიშნა, რაც ლათინური E1 აღნიშნა, რომელიც მიანიშნებს, რომ ეს ლამინატი შეიცავს მინიმალურ რაოდენობას მავნე ფორმალდეჰიდებს, ანუ რაც იწვევს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას. და ჩვენი მომწოდებლები ვიტყვი კიდევ ერთ სიტყვას, რომლებიც გვაწვდიან ლამინატის იატაკს, ისინი თავად ფლობენ ხე-ტყეს და მათ აქვთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მიმართ აღებული, რომ რამდენ ხესაც მოჭრიან ორჯერ იმდენი უნდა დაერგონ. ანუ ეს რო ეს ეკომეგობრული კომპანიის პარტნიორები ვართ, ჩვენთვისაც ჩვენთვის საამაყო არის, ასე რომ ვთქვათ და თვითონ მომხმარებელსაც შეუძლია გაარჩიოს პროდუქცია
აი თუნდაც DSP, MDF-ისგან სუნით. ლამინატსაც, ანუ მაღალი ხარისხის ლამინატს ხის სუნი აქვს. დაბალი ხარისხის ლამინატს ცოტა სპეციფიური სუნი აქვს. და მისი გარჩევაც ძალიან მარტივია. კიდევ თბოსაიზოლაციო ფილებზე მინდა ვთქვა, რაც ფართოდ გამოიყენება ზოგადად მშენებლობაში. თბოსაიზოლაციო ფილები ჩვენ ვართ ერთ-ერთი ექსკლუზიური ბრენდის წარმომადგენელი, საწარმო კონკრეტულად გორგიასთვის ამზადებს ამ თბოსაიზოლაციო ფილებს. ბაზარზე კვადრატულ მეტრზე სადღაც 50-დან ლარამდე არის სხვაობა. თუმცა ის რაც თბოსაიზოლაციო ფილამ უნდა გააკეთოს, ანუ თბოიზოლაცია სივრცეში მოახდინოს, ძალიან მარტივი განმასხვავებელი ნიშანი არის აი თვითონ მომხმარებლისთვის, რომელიც თქვა შეიძლება კვალიფიციურად ვერ ერკვეოდა სამშენებლო მასალაში. რომ ავიღოთ ნიმუში, თქვა დაბალი ხარისხის თბოსაიზოლაციო ფილის დავიჭიროთ ხელში ერთი და შედარებით მაღალი ხარისხის თბოსაიზოლაციო ფილა, ხელის გულზე ვიგრძნობთ სითბოს, ანუ ეს ნიშნავს, რომ ფილამ სითბო კი არ მიიღო და გაატარა, დატოვა. ხოლო შედარებით დაბალი ხარისხის ფილა ამ ფილას ხელის გულზე სითბოს ნაკლებს ვიგრძნობთ. დიახ. და ესეც არის ერთ-ერთი მახასიათებელი, განმასხვავებელი. გარდა იმისა, თბოსაიზოლაციო ფილა, თქვათ, რომელიც ჩვენთან გორგიას ქსელში იყიდება, მზადდება ისეთი ნივთიერებისგან, როგორც თქვათ, ბორჯომი, მინერალური წყლები, ანუ სრულიად უსაფრთხოა. მისგან ამზადებენ ბავშვების სათამაშოებსაც და იყენებენ მედიცინაშიც. შესაფუთ მასალებად. დიახ. ანუ ესეც მნიშვნელოვანია, ჩვენი კონსულტანტები ვთქვათ მომხმარებელს ამ ყველაფერს ინფორმაციას აწვდიან, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სამშენებლო კომპანიები არ არიან საბოლოო მომხმარებლები და ამაზე თვალს ხუჭავენ ხოლმე. ხო, მაგრამ ალბათ სამშენებლო კომპანიის მარკეტინგი წოდებს ამ ინფორმაციებს, რომ კი, აი ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვთქვათ ესეთი ძვირფასი, ამიტომ მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ ეს ვთქვათ ჯანსაღია და არ ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენას, მეორე არის ის, რომ თბოიზოლაცია, ანუ რისთვისაც კეთდება, რომ კომუნალური ხარჯები დაიზოგოს, ენერგოეფექტური იყოს, ამას არ შეასრულებს ის მეორე პროდუქცია. ამიტომ ესეც როცა მომხმარებელს თუნდაც სამშენებლო კომპანია შედარებით ძვირიან მასალას რო გამოიყენებს, გრძელვადიან გრძელვადიან პერიოდში, ეს პირიქით ხარჯებს ზოგავს. მაგრამ ჯანმრთელობაზე ძვირფასი ნამდვილად არაფერი არის. ხო, გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობა, მეორე არის, რომ კომუნალური ხარჯების დაზოგვა ძალიან მნიშვნელოვანია. აი კომუნალურ ხარჯებზე გამახსენდა, აი დღეს ძალიან პოპულარული არის ეგრეთ წოდებული მეტალოპლასმასის კარფანჯრები. არის თუ არა მისი ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა, მაგალითად ხის კარფანჯრები. ალუმინიც ასევე, ალუმინის კარფანჯრები და ხის კარფანჯრები, რა თქმა უნდა, ეკოლოგიურად სუფთაა, მაგრამ ალბათ ექსპლუატაციის ვადა აქვს ექსპლუატაციის ვადა აქვს ნაკლები, თუმცა თუ ხეს სწორად დავამუშავებთ, ექსპლუატაციის ვადის გაზრდა სრულებით შესაძლებელია, კი. ანუ ყველაფერი არის ხარისხზე. გარდა ამისა, აი აქ კარფანჯერასთან დაკავშირებით ბუნებრივი ვენტილაცია, რომელიც ხის კარფანჯერას ხავს თან და შეიძლება ალუმინისაც, ხო, იქ რაღაცა ალბათ რაღაცა ღიობი, ღრიჭო, რაღაცა უნდა არსებობდეს. რომ კონსერვირება არის. ხეს აქვს თავისი თვისებები, ხა ნუ ისტორიულად ხე ძალიან კარგად მუშავდებოდა, იყო ძალიან მაღალი ხარისხის კარფანჯერაც არსებობდა, დაბალი ხარისხის კარფანჯერაც არსებობდა, ხო? თავისი მინა პაკეტით თუ ასე შემდეგ. ამიტომ სავარაუდოდ ხე ბევრად უფრო უკეთესი უნდა იყოს. ჰერმეტულობა, ზედმეტი ჰერმეტულობა რასაკვირველია არ ვარ, იმიტომ რომ ზედმეტი ჰერმეტულობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რახან სითბოს ვინახავთ და არ ვცივდებით, იქ დაავადებები არ არის. რასაკვირველია, ჰერმეტულობა ძალიან კარგი ნიადაგია ჯერ ერთი ნესტისთვის და მეორე ბაქტერიების გამრავლებისთვის. და როცა ხდება ბუნებრივი ვენტილაცია, ეს თავისთავად რეგულირდება და სხვათა შორის ზამთრის ინფექციების და სურდოს და საერთოდ ეს კი გრიპის მაგვარი დაავადებები ქვია, ანუ გაცივებითი დაავადებები, მაგრამ ეგ ყოველთვის ბაქტერიები იღებენ მონაწილეობას, არის დაკავშირებული არა აცივებასთან, არამედ გათბობის სეზონთან, იმიტომ რომ კეტავთ პანჯრებს, ვრთავთ გათბობას, ვაშრობთ ჰაერს შიგნით და აი ეს ყველაფერი ბევრად უფრო უკეთესად ხდება მეტალოპლასტმასის, ანუ არაბუნებრივი მასალით დამზადებული. მაგრამ ქალბატონიზე თუ თქვათ უკვე არის და ამ წუთას ვერ ვცვლი,
ხშირი ვენტილაცია. ბატონო, იმათ აქვს ესეთი ხო, სარკმლის არსებობა უნდა იყოს აუცილებელი, რომ ეს სარკმლის მაგვარი გაღება კარპანჯარის, ანუ აბსოლუტური დაკეტვა საერთოდ არ არის სწორი, ხო, ჩვენ ბუნებასთან და ალბათ სტუმრებიც რომ მიდიან, ჯობია რომ ის ოთახი განსაკუთრებია, ხა ტურიზმი ძალიან იშვიათად ეწევიან ახლა უკვე სახლშიც და თანაც ღამე როცა ძინავს ადამიანს საძინებელ ოთახში აუცილებელია სარკმლის ღია დატოვება. აი ლამინატის შერჩევაზე ვლაპარაკობდით კიდევ, იმიტომ რომ მე წავიკითხე ასეთი ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ლამინატი საერთოდ შეიძლება არ შეიცავდეს ხეს და დაპრესილი მუყაოსგან, წებოსგან და სხვა ქიმიური შენაერთებისგან იყოს დამზადებულიო და ეს არ იყო მაინც და მაინც ესეთ ხო, ეს ლამინატის შერჩევასთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ ვთქვათ და ამით დავასრულოთ. აი ესეც ეს სწორედ აღნიშნე, რომ ეს წარწერა მარკირება, რომელიც ხდება ლამინატ ის ერთი ხო ეს ნიშნავს რომ ეს არის ბუნებრივი მასალებისგან მაქსიმალურად ბუნებრივი მასალებისგან დამიღებული ლამინატი და არ შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს. ტემპერატურაზე ხდება ალბათ მე ამის რა მოლეკულურ დონეზე ხდება მისი დამუშავება თვითონ საწარმოებში გერმანული მაღალ ტექნოლოგიურ საწარმოებში ხდება ამის დამზადება და ამიტომ ის ფორმალდეჰიდი, რასაც შეიცავს ლამინატი, მინიმალურ დონეზე არის დაყვანილი, თითქმის არ არის თქვა. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი საინტერესო იყო და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ჩემი ჩათვლით, ვინც ახლა აკეთებს რემონტს, გადავახვევ ამ გადაცემას კიდევ კარგად, რომ ყველაფერი კარგად დავიმახსოვრო. მადლობა. კი, აუცილებლად. მე ძალიან ხშირად ვარ გორგიას ესე ვთქვათ მომხმარებელი და გამიხარდა მოკლედ რომ ესეთი პასუხისმგებლიანი კომპანიის მომხმარებელი ყოფილვარ. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის გადაცემაში. მე დავიმშვიდობები ჩვენს ტელემაყურებლებს მომდევნო კვირამდე ასევე საინტერესო. ასეთი საინტერესო საუბრისთვის, ასეთი საინტერესო სტუმრებისთვის. ვიცი რა გამახსენდა, ხა ასაკს არ დააბრალო. ჩვენ მშობლებს ვქონდათ მუხის კარფანჯარა და მაკაგონის იატაკები. ისინი მე მგონი კარგი იყო, ძვირფასიც იყო და ისე სუნთქავდა. კი, ძალიან კარგი იყო და რაღაც სოფელში როცა ჩავდივარ და ამ ყველაფერს ისე რომ იქაც კარგი სუნია და ისეთი რა ქვია ჯანსაღი ხის სახლი და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა ანა, მადლობა სტუმრებს საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი დღევანდელი გადაცემა კი დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენ მომავალ შაბათს შევხვდებით ისევ დილის 9 საათზე. ერთმანეთამდე თქვენთან ერთად ვიქნებით. სასიამოვნო დღეს გისურვებთ, წარმატებულ კვირა დღეს. მშვიდობას გისურვებთ, სიმშვიდეს გისურვებთ და კიდევ ერთხელ ჩვენი თანადგომა და თავისუფლება ყველა რეჟიმის უკანონო პატიმარს.